გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემაა, მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. რუსეთის ისტორიის კითში ასე შეაფასა ნიუ-იორკერის რედაქტორმა და ვაშინგტონ პოსტის ყოფილმა კორესპონდენტმა მოსკოვში დევიდ რებნიკმა პუტინის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია. რისი დემონსტრირება მოახდინა პუტინმა ამ ღონისძიებით? როგორ უნდა გრძნობდეს თავს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანა, რომლის ნაკრებმაც რუსეთის ისტორიის კიჩურ წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა და რასელის მოსახლეობა სოჩის ოლიმპიადის მონაწილე ქართველი სპორტსმენებისგან? ამ კითხვებზე პასუხს გადაცემის პირველ ნაწილში მოვისმენთ. გავკარია ევროკავშირს, ასე შეიძლება ითარგმნოს მსუბუქად სიტყვები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დიპლომატმა ვიქტორია ნულანდმა უთხრა უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კერძო სატელეფონო საუბრისას. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამ ფრაზით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ევროკავშირის პასიურობისადმი დამოკიდებულება გამოხატა. სატელეფონო საუბარი რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა. შეერთებული შტატები ამ საუბრის გავრცელებაში რუსულ კვალს ხედავს. რამდენად სამართლიანია ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან ევროკავშირის კრიტიკა? ამ კითხვით მივმართეთ შვედ მკვლევარს უსაფრთხოების საკითხებში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროგრამის დირექტორს სვანტე კორნელს, რომელიც ამავდროულად რედაქტორია წიგნისა აგვისტოს თოფები 2008. სვანტე კორნელსთან ინტერვიუს გადაცემის მეორე ნაწილში მოვისმენთ და თეორემას სტუმრებთან ერთად მიმოვიხილავთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამერიკელი მაღალჩინოსნის სიტყვებმა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ურთიერთობებზე. იყავით ჩვენთან, ცოტა ხანში სტუმრებს წარმოგიდგენთ. გმადლობთ რომ გვიყურებთ, როგორც უკვე გითხარით, გადაცემის პირველი ნაწილის თემა სოჩის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია. ჩვენი სტუმრებისგან მის შეფასებას მოვისმენთ. ახლა კი სტუმრებს წარმოგვიდგენთ. მიშა მესხი, მსახიობი, თუმცა თვითონ გთხოვა რომ ექსპერტად წარმოგვედგინა, რადგან საქართველოში ყველა ექსპერტი ასე რომ ვუსრულებთ ხოვნას. მიშა მესხი ექსპერტი ოლიმპიადის საკითხებში. გიორგი პოპიაშვილი, მეტროს კრეატიული დირექტორი, ბატონი ირაკლი ჯაფარიძე, საციგურაო ცენტრის დირექტორი, დამსახურებული მწვრთნელი ფიგურულ სრიალში უკვე 55 წლის მანძილზე, არ მეშლება ხომ მგონი და გუკარჩეულიშვილი, პროდიუსერი. დიდი მადლობა ბატონებო, თეორემაში სტუმრობისთვის. ჩვენ ყველამ ვნახეთ ოლიმპიადის გახსნის ცერემონია. გიორგი, თქვენგან დავიწყეთ, რა შთაბეჭდილება დაგიტოვა? მე მომეწონა ძალიან და ალბათ რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველ რიგში აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ჩემთვის რაიმე კარგი მენახა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი რუსების გემოვნებასა და შესაძლებლობებში მსგავს ღონისძიებებში. ამან რა თქმა უნდა განაპირობა ის, რომ ამჯერად აბსოლუტურად არ გავღიზიანებია. რამდენად იყო ეს რუსული, იმიტომ რომ მე წავიკითხე კრიტიკა მაგალითად ამ ღონისძიების და ვთქვათ, იქ იყო საუბარი იმაზე, რომ კი პუტინი ცდილობდა რუსეთის ისტორიის წარმოჩენას, ვთქვათ, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ძალიან ჰოლივუდურად. თუ იზიარებ შენ ამ ჩემი აზრით ტექნოლოგია თვითონ რა ტექნოლოგიებითაც იყო წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, არ აქვს მაგ ტექნოლოგიებს ეროვნება, არც ეს არც ამერიკული არა, ვიღაც შეიძლება მოწინავე იყოს, ამაში ვიღაც შეიძლება ჩამორჩებოდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა, ჩემი აზრით რუსეთი იყო, რუსეთის ისტორია იყო, მაგრამ რასაც ვამბობდი წეგან, ეს იყო ყველაფერი წარმოდგენილი ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავად, ვიზუალურად და ესთეტური თვალსაზრისით პირველ რიგში. გამოცემა სლეიტის, ალბათ გაგიგიათ, ერთ-ერთი ავტორი და ეს ადამიანი სიმონ დუნანი და ეს ადამიანი არის ასევე ძალიან ესეთი ცნობილი მაღაზია ბარნის კრეატიული ამბასადორიც ასევე. ის აღნიშნავს, რომ ეს იყო ყველაზე გეი ცერემონია, რაც მას საერთოდ უნახავს. ყველაზე გეი ცერემონია და ზოგადად მიყვება აქ რუსულ ჩაიკოვსკის ახსენებს, თქვათ იქ ივანე ბრისხანეს ის ამტკიცებს, რომ ივანე ბრისხანეც გეი იყო და ასე შემდეგ. თქვენ თუ დაგრჩათ იგივე
შტაბ-ეჭდილება გუკაში როგორ ფიქრობ? სხვათა შორის ცოტა დამრჩა, იმიტომ რომ თვითონ პუტინი რასაც ხელს კიდებს, ცოტა დაკრავს ეს ჰომოსექსუალური რაღაც ელფერი. არა, ნუ იქ საუბარი იყო იმაზე, თქვა. ხუმრობ ხა მაგრამ. ალბათ ეს სადღაც დაიყო გამოსწორების იმისა, რაც თავიდან შეცდომები დაუშვეს ეს ნეგატიური განწყობა, გა ჩაიკოვსკიც იგივეს ლაპარაკობს. კი, თუმცა იგივე ვთქვათ ამერიკაში, როდესაც აი პოზნერი ყავდათ მიწვეული ერთ-ერთ კომენტატორად და კი ვთქვათ აი ცერემონიის განმავლობაში პუტინი შეეცდება რომ რაც შეიძლება ვთქვათ ესეთი მეგობრული დამოკიდებულება გამოხატოს ამ კონკრეტული უმცირესობის მიმართ, მაგრამ ჩაივლის ცერემონია და რუსეთი ისეთივე ჰომოფობიურ ქვეყნად დარჩება, როგორადაც ის იყო. სანამ ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მიმდინარეობდა, თქვენ ხლართავდით მავთულ ხლარტებს რუსთავზე. მიშა, რატომ? რატომ? იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მიუღებელია რომ რომელი ადამიანი ჩვენ ბომბავდა, იმ ადამიანს დააჭერინებ ცეცხლ და გაარბენინებ ოლიმპიური რა ქვია, შეჯიბრის წინ ყველა მიცის რომ ოლიმპიადა არის იმისთვის მიძღვნილი რომ რაღაც ადამიანების გაერთიანება, შეკრეფა და შეჯიბრი, ხო? ეგ არის მთავარი და რომელი ადამიანი ჩვენ იმით თვითონავში იჯდა და ბომბავდა და იმას გაატარებდა, ჩემთვის ძალიან მიუღებელია ხა. მე პროტესტი საყინების, რა ქვია, სპორტსმენების მიმართ ვერ მექნება ნამდვილად, იმიტომ რომ ადამიანები ემზადებიან რაღაცისთვის და თუ უნდა თავისი გადასაწყვეტი ხა წავა თუ არ წავა, მაგრამ ჩემთვის მართლა მიუღებელია ეგ თემა, რომ რა სტილით ჩატარდა, თავიდან როგორ დაიწყო და მე როგორ გააგრძელე, ჩემთვის ცოტა ის არის, რა დამცინავი ფაქტია ქართველების მიმართ, რა იქ რა. ხო და მაგას ვაპროტესტებდი და დანარჩენი ოლიმპიადა არ მინახავს, ისე გავუბოდი რომ ეგ ოლიმპიადა გამოვტოვენ. თუმცა მე მახსენებ ხა პროვოკაციულ კითხვას დაგიშვեմ ერთ-ერთ კინოფესტივალზე მოსკოვში. მახსოვს მე შენი სიტყვები, ხო, კარგია, დიდი მადლობა რომ პატივს ვცემ. სპასიბო მოსკვა, რითგან სხდდება? ზუსტად ვიცოდი რომ მოგეძნა, რითგან სხდდება ჩემოკავი და გეტყვი. ზუსტად მინდოდა რომ ფესტივალზე რო ჩავედი, მინდოდა რომ ცოტა ისე რა, ისე ვთქვათ ძიმეთ მესაუბრა და იქაური ინტელიგენციისთვის მინდოდა მე მიმართა სიტყვით რომ რატო არ ამოიღეთ ხმა თქვენი დედაც რომ ჩვენ ესე ბომბავდნენ რა მაგრამ მე არა გეტყვი არა მოცადე ხა თუ მოცადე ხო და მე რაღაცა ჩემო მეგობრებმაც მითხეს ვიღაცემაც დამორგეს თან მაგრად დავხვდნენ საკაიფო ცოტა წამკერეს რა ფეხი დავადგი თუ არა იმენა აი დავტრედები და რამე და ვიღაცა მოდიოდნენ და საქართველოში ვართ გაზრდილები და ჩამოვდიოდი და იქ ვართ მონაწილეები და ამანაც იმოქმედა ჩემს და მე რო ავედი სცენაზე ცოტა იცი რა მაგ კომპლექსი მაქვს სცენის თეატრის მსახიობი ხო არ ვარ მაგის გამო არ ვარ რომ ცოტა აი ხალხი რო არის ხოლმე ვიბნევი და ამ ფესტივალს ახლა არ იბნევი ხალხია ეკრანებთან შენ რომ იყურებ მაგრამ ვიბნევი ხო და ისა რო ავედი ამ ფესტივალს ქვია მოსკოვში გასუდასტვენი ფესტივალი და აი ეგ მაგ ტექსტით მინდოდა და მაგ კონტექსტით მინდოდა მეთქე რომ იმენა ფესტივალისთვის მადლობის თქვა და უცებ გავჭედი და სპასიბა მოსკვა და დედას მიტირეს Facebook-ზე იმენა გამორთე წავშალე დედა უთი წითელი ინტელიგენცია და არ რომელი წითელი ვარ და არ რომელი ინტელიგენტია ხო ნუ მოკლედ აი ესე დაიბენი და დაბნეულობის ეს აღმოხდა აბა რას აბრალებ არ ვიცი რა ვიცი მე აი კიდე მე უფრო იმას ვამბრანებ რომ დაკერეს მაინც რუსებს ეს კნოტი პრიანიკის პოლიტიკა ეს ეხერხება კარგად და ბატონო ირაკლი თქვენი პოზიცია არ ვიცი ზოგადად სპორტსმენების მონაწილეობასთან ან საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მონაწილეობასთან დაკავშირებით როგორია თვლიდით თუ არა და რომ საქართველოს უნდა მიიღო მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში და მიგაჩნიათ თუ არა რომ სოჭის ოლიმპიადა როგორც პუტინის ბენეფისი და ამას მე მგონი არავინ აღარ უარყოფს დღეს უკვე ერთგვარად შეურაცხმყოფელი იყო ქართველებისთვის მონაწილეობის მისაღებად თემა საკმაოდ აქტუალურია. მე რამდენჯერმე გამოვთქვი ჩემი აზრი, მე ვიღავი სპორტსმენი, ვიღავი მწვრთნელი, დამსახურებული 75 წლიდან ვარ. ვიყავი ხელმძღვანელი, ვერც მუშაობდი უცხოეთში რამდენიმე ქვეყანაში. ამიტომ მე თავიდან ბოლომდე მე სპორტსმენი ვარ, მწვრთნელი ვარ და ამ სპორტის ამიტომ ჩემთვის მაინც სპორტია წინა შეიძლება ითქვას პლანზე. სპორტი და შემდეგ გახსნა, შემდეგ თქვა პოლიტიკა და შემდეგ ეხლა მე დავითანხმები კოლეგას და ვიტყვი რომ გახსნა მე ყველა ქვეყანას სხვათა შორის თან არ
ინგლისი იქნება, ამერიკა, მე ვიყავი Salt Lake City-ში გახსნაზე, ტურინი, თავიანთი ქვეყნების ისტორიას არ შეიძლება რომ რაღაცა შტრიხები არ ანახონ. მე ჯერ მეპარება რომ აი შემდეგი ოლიმპიადა ზამთრის სამხრეთ კორეაში. იქაც იქნება კორეული ეს მომენტები და ყველა ქვეყანა ცდილობს თავისი ისტორია წარმოაჩინოს. თქვენ ალბათ გახსოვთ რომ საქართველოს იყო კანდიდატურა წარდგენილი ბორჯომი 2014 და ჩვენ რა თქმა უნდა ჩოხებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ყველაფრით წარდგებოდით. ამიტომ გახსნა უფრო მოლოდინი მაქვს, მე უფრო სპორტული შეჯიბრებები და მე რო გითხრათ მომეწონა. აი გახსნა თვითონ თქვენ მართალი ბრძანა. რუსეთის გადმოსახედიდან მოგეწონა. იცით მე უყურებდი რომ მე მაინც ველოდები, უყურებ გახსნას და ველოდები, როდის დაიწყება ოლიმპიადა. როდის დაიწყება შეჯიბრებები. იმიტომ რომ სპორტსმენები მე ახლა ვიტყვი და თამამად გეტყვით პირდაპირ რომ მე ვთვლი რომ სპორტსმენები უნდა წასულიყვნენ. ეს არის მწვრთნელების არანორმალური შრომა 4 წელი, 8 წელი ხანდახან. სპორტსმენების მზადება და არ უნდა დაისაჯონ სპორტსმენები და რა სახით იქნება ეს წარმოჩენილი, როგორი ვთქვათ, მე ვიცი რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა არ გაემგზავრა, ხელმძღვანელობა თუმცა ოფიციალური დელეგაცია გაიძახა. ოლიმპიური კომიტეტი. ბევრი ახსნა განმარტება იყო, ბევრი და მე ჩემ პოზიციაზე ვრჩები რომ მით უმეტეს მე გული მტკივა რომ რამდენიმე სპორტსმენს წამები დააკლდა. არ არის დასამარი რომ ჩემ შვილს პირადად ერთი ქულა დააკლდა რომ ოლიმპიადაზე წასულიყო. მაგრამ მე ვთვლი რომ მომავალი კიდე წინ არის და აი სპორტსმენები ვინც ემზადებოდნენ უნდა წასულიყვნენ და მე მაინც კიდე ვიტყვი რომ სპორტსმენები არ უნდა თქვათ აი მათი კომენტარები უნდა ნაკლები იყოს ისეთი რთული სიტუაცია თამარ ოლიმპიადაზე ისეთი დიდი დატვირთვა ფსიქოლოგიური ისეთი მთებია იქიდან რომ გადმოიხედავთ რომ ისინი უნდა ემზადებოდნენ რადგან წავიდნენ უნდა მოემზადონ ეხლა რა შედეგით ჩამოვლენ როგორ იქნება ეს რა თქმა უნდა წინასწარ, მაგრამ ანალიზი კეთდება. აი რადგან შედეგები ახსენეთ, სალომე ბარკერის რეპორტაჟი მოусმინოთ, რა სელის ხალხი ოლიმპიადიდან რა შედეგებით დაბრუნებას ელიან ჩვენი თანამოქალაქეები მაგუჩაში გამგვლელებს კითხა აზრი, თუ შეიძლება რომ გავუშვათ რეპორტაჟი. აზრით ქართველმა სპორტსმენებმა თუ უნდა გამოიყენონ ოლიმპიადა რაიმე სახის სიმბოლური პროტესტისთვის მაგალითად. არა მგონი. რავი, აბა რატომ უნდა გამოიყენო პროტესტისთვის? აი ესეთი წინვალება, რავი, ალბათ არ უნდა გამოიყენონ ჩემი აზრით არანაირად. არა, მე მგონი არა. პოლიტიკა მაგალითად საქმე არ არის, მაგალითია მართლა სპორტი. რა პროტესტი სპორტსმენი იმისა რომ იჭიდაოს თუ იქ ფეხბურთი ითამაშოს, ვიცი. რა პროტესტი უნდა გამოიხატოთ? პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვა საქმეა და არაშუაში არ უნდა გამოიყენებინათ აქედან გამომდინარე. არა, ანუ სპორტი არ უნდა იყოს პოლიტიკასთან არანაირად დაკავშირებული ჩემი აზრით. სპორტი. მე მგონი არა. რაღაცა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, თუნდაც კულტურული, თუნდაც სპორტული, თუნდაც, ავიცი, რაღაც, ნუ აი რაღაცნაირად უნდა ერთმანეთისკენ სავალი გზა ვიპოვოთ. არა, იმიტომ რომ ეს პირადი ადამიანმა იშრომა იმდენი რაღაც მიეღწია ელემენტარული და ეს პიროვნული არ უნდა გადავზარდოს სახელმწიფოებრივ რაღაც პროტესტში. პროტესტი გამოხატე რა, რას მიაღწევ? მითხარ. რავი, ჩემი აზრით უნდა გამოიყენონ, მაგრამ არ არიან იმდენად ალბათ ვერ დაიკავებენ ისეთ ადგილებს, რომ გამოჩნდეს მაგათი პროტესტი. ზუსტად არ მაქვს პასუხი, მაგრამ ვთვლი რომ მაინც კი. სიმბოლური პროტესტთვის ახლა უკრაინელებმა გამოიყენეს მსგავსი არენა მაგისათვის რომ გაეთქვა თავიანთი სიტყვა. მე მგონი არა ვიცი, ვერ გეტყვით, მე არ მგონია რომ საჭირო იყოს სპორტსმენები პოლიტიკაში ჩაერონ. რაღაცა პლაკატითან, რაღაცა გამოსვლითან. რაღაცა გადაწყდა რომ წასულიყვნენ, უნდა წასულიყვნენ, მაგრამ იქ პატარა რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა. ჩემი აზრით არ უნდა წასულიყვნენ, იქიდან გამომდინარე რომ ოკუპირებულია ტერიტორიები და მით უმეტეს სულ რაღაც 4 სპორტსმენი არის, ხო? 4 სპორტსმენი ახლა რა უნდა გინდ ყოფილიყო, გინდა ყოფილიყო. უბრალოდ უნდა დაეფიქსირებიათ კაფეო თავიანთი პოზიცია მეტი არაფერი. თუ ელოდებით მედლებს და რა სახეობებში? რა ვიცი, იქ ხელა კონკურსია რომ არა მგონი. მაგდენი არ ვიცი. რა სპორტსმენები არიან წასულები ეგენიც არ ვიცი. მე არ ვიცნობ ჩვენ გუნდს და იმათ შესაძლებლობებს და ზოგადად იმედი მაქვს რომ ალბათ რაღაც ხელცარიელი არ დაბრუნდებიან. რატომაც არა? ჩვენ ქართველები ნიჭიერები ვართ. როგორც უყურებ ტელევიზორს მე მგონი არა. მედლებზე ზედმეტი ლაპარაკი. ზამთრის ოლიმპიადაზე არანაირად. არ ველოდე. არც. რა თქმა უნდა, რაც მეტი უფრო კარგი. აი რამდენიმე დასალ
მოჭიდავეები აიღებენ რაღაცას, ეგ ნაღდია. მთავარია მონაწილეობა ოლიმპიადაში. მოდით ყველაფერი ღმერთს მივანდოთ და უფალს. ყველაფერი კარგად იქნება მე მგონი ჩემის აზრით. ჩვენი სპორტსმენების მედლების დამოჭიდავეების მედლების საქმე სოჭის ოლიმპიადაზე ხოჭირს ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას დაბალ ინფორმირებული ადამიანის როცა თქვა აი ხშირად მოსულა სპორტი და პოლიტიკა არის გამიჯნული სპორტი და პოლიტიკა გამიჯნულია როგორ შეიძლება თქვას ადამიანმა რომელსაც ნანახი აქვს როგორ ჩავიდა პუტინი გვატემალაში 2007 წელს თუ 8 წელს წყდებოდა ოლიმპიადის ადგილი ინგლისურად მიმართა მანიკ პუბლიკას მე ბოლოს ფრანგულად დაასრულა არასოდეს და იქ რა განცხადებებს აკეთებენ თქვათ იგივე პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რომ დღეს სოჭი ხვალ მსოფლიო ანუ ბატონო ირაკლი თქვენ იზიარებთ იმას რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან დაშორებულია როდესაც საქმე ოლიმპიადას ეხება იცით თუმცა სპორტსმენებს ცალკე საკითხია მესმის რომ სპორტსმენი ეს მზადება 4 წელიწადში ერთხელ საკუთარი ოცნების ასრულება სურს მე ვიზახი სპორტი და ოლიმპიადა გამოვედი ტელევიზიით და პრესითაც ვამბობ, უნდა გაიმიჯნოს, რა თქმა უნდა. ყველა ხათაშორის თქვენი გამოკითხვა იმის მაჩვენებელია, რომ მართალია არიციან, ვინც ავიდნენ, მართალია, ну, თქვა, ვერ ერკვევიან, მაგრამ უნდა გაიმიჯნოს. სამწუხაროდ, სპორტი და პოლიტიკა იმდენად გადახლართულია. მე მომიწია 4 წელი ხორვატიაში და სადაც ომი იყო სერბეთსა და ხორვატიის შორის გახსოვთ. და როგორი მდგომარეობა იყო. მაგრამ სპორტმა ეს ორი ქვეყანა ამჯერად ერთი ქვეყანა იყო გახსოვთ იუგოსლავია და თითქმის დაახლოვა სპორტმა. თორე ჩადიან ფეხბურთელები, კალათბურთელები თამაშობენ, მაგრამ რა თქმა უნდა ანტაგონიზმი გაღვივებულია და ძალიან ძნელია მე ვეთანხმები თქვენ სტუმრებს, ჩემ კოლეგებს რომ ამიტომ მე მაინც მინდა ვთქვა თამარ რომ სპორტსმენები აი თქვა იგივე პოპულარიზაცია ზამთრის ოლიმპიადაზე ჩვენ არ ყავდა იცით ისეთი ლეგენდა იწყება კობა წაკაძე შემდეგ რატომ ავიწყდებათ რომ ტურინში მთელი საქართველო ამაყობდა იმით რომ ელენე გედევანიშვილი ყველაზე თქვათა შორის ახალგაზრდა სპორტსმენი ათეულში შევიდა და არანაკლებად ისრიალა თუ უკეთ არა ოღონდ ყველა სპეციალისტები გამიგებენ ვიდრე ლიპნიცკაიამ გუშინ მე გეუბნებით როგორც სპეციალისტი მოკლე პროგრამაში ამიტომ ის იყო დიდი ფურორი და ესეთი შედეგები არ არიან თქვენს ორი ბრძანდებით ინფორმირებულები არ არიან ალბათ ზამთრის სახეობების ეს პოპულარიზაცია მაგრამ ყველაფერი კეთდება საქართველოში კი ბატონო ერთი კითხვა გიორგი შენთან მექნება მითხარი აბა ის თქმა კიდე რისი თქმა მინდა და გამიჯვნაზე ვიძახი რა პოლიტიკის და სპორტისა ვერ ხდებოდა წინა მთავრობის პირობებში რატომაც იმიტომ რომ რასაც უნდათ იმას აპიარებდნენ აი იყო მთავარი და მაგიტო იფუშებოდა სხვა პროგრამები თქვა მაგალითად ვიღაცას რაღაც დამსახურება რო ქონოდა შეიძლება რომ სხვა იმაზე გადაეტანათ ფონზე თქვა საუბარი და სხვა სახეობაც იმას ეკნათ რა ქვია წარმოეჩინათ რაც უნდათ იმას აკეთებდნენ შენ არ გეცნობ როგორიცები დაიწყეს სანაევი ჩამოიყვანეს მერე და დაავიწყდა თოფში სად არის კაცია ვიქტორ სანაევი ხო აბა სად არის რა დაჭირდა და ჩამოიყვანეს და როგორ უნდა შეიძლება გამიჯნოთ ვერ გამიჯნავდი პოლიტიკას და იმას ვიდრე რასაც უნდათ იმას აწვევებოდნენ და იქ პონტია მეტი არაფერი და დაიკარგა აქ სიყვარული რაღაცეების რა იმიტომ რომ ყველაფერი რეკლამაა. როდის დაიკარგა ამ 9 წლის განმავლობაში. აჰა, გასაგებია ეს 9 წელი. გიორგი, ჩვენთან მექნება შემდეგი შეკითხვა. აი თქვათ იგივე ჩვენ კარგად გვახსოვს რომ ნაცისტურ გერმანიაში ჩატარდა 1936 წელს ოლიმპიადა და თქვათ აი ხა ტარდება ჩავთვალოთ რომ აი თქვათ ოლიმპიადა ჩატარდა გერმანიაში და გერმანიამ გაიხსენა შენ თქვი რომ თქვათ აი იგივე რაღაც გებელსი ახსენა შენ Facebook-ის პოსტი წავიკითხე და იმით ვარ ინსპირირებული ხა ნაცისტურმა გერმანიამ რომ გააკეთოს ზუსტად იგივენაირად განმადიდებლად სტალინისტური ეპოქის პერიოდი როგორც თქვათ აი ხა პუტინმა გააკეთა პუტინის შემთხვევაში ვიხილეთ ხო ჩვენ ვნახეთ რომ ყველაზე გრანდიოზული სწორედ ის პერიოდი იყო სტალინისეული ინდუსტრიალიზაციის ხანის და ასე შემდეგ გაწითლებული ესეთი ძალიან თქვათ ძლევამოსილი იგივე რომ გააკეთოს თქვათ
თანამედროვე გერმანიამ და ნაცისტური წარსული ესე დიდებულად წარმოაჩინოს. რა იქნებოდა საზოგადოების რეაქცია? ნუ აწყვეტინებ ხაწელზე მე დაგელაპარაკები. მიშა, ნუ აწყვეტინებ. ჩემი აზრით პირველ რიგში გერმანელები ჯამოკიდებენ ფეხებით იმ მთავრობას, ვინც მაგას გააკეთებს. მაგრამ მე არ ვთვლი რომ იგივე ხდებოდა ამ ოლიმპიადის გახსნაზე და ზოგადად ძალიან არ მინდა რომ რაღაც ერთნიშნად პოზიტიურად იყო განწყობილი ყველაფრის მიმართ, რაც ამ ოლიმპიადას უკავშირდება. აბსოლუტურად უერთდები ძალიან ბევრ აზრს, შეიძლება რაღაცებში არ იყო კომპეტენტური, მაგრამ ალბათ გაგზავნა სპორტსმენების წასვლასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მეც არ მაქვს პასუხი. შეიძლება მე თვითონ არ წავსულიყავი ან მე თვითონ არ გამეშვა თუ მექნებოდა ეს ძალაუფლება ხელში. სიტუაციიდან გამომდინარე, პოლიტიკიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს კარგი საწყისია, ეს აზრი, რომ პოლიტიკა და სპორტი უნდა გაიმიჯნოს, მაგრამ მთავრობის პირობებში თუ ნებისმიერ სხვა პირობებში ეს ფაქტიურად შეუძლებელია ჩემი აზრით. ამიტომ არც ერთ შემთხვევაში არც ერთი ჩემი პოზიტიური შეფასება არ არის რაღაც პოლიტიკურ ჭრილში ან რაღაც ქვეყნებს შორის ურთიერთობის ჭრილში და ასე შემდეგ. პირველ რიგში პირველ შეკითხვაზე როცა უპასუხე, ეს იყო აბსოლუტურად პროფესიიდან გამომდინარე და ესთეტიკიდან გამომდინარე. რეჟისორის ნამუშევარი, სოლის პირველი არხის დირექტორი არის პროდიუსერი ამ ყველაფრის, რომელსაც პუტინის ინფორმაციის მინისტრსაც უწოდებენ. ეხლა შევეცდები რომ ამ კონკრეტულ ამ შეკითხვას უპასუხო. მე ესე მგონია რომ მაინც უფრო უკაცრავად ამ შეფასებისთვის გაღიზიანებული თვალით ეს შეიძლება ესე გამოჩნდა, რომ ის მაინც და მაინც სტალინისტური რეჟიმის პროპაგანდა იყო, თქვათ, ან ზედმეტი რაღაც ხაზის გასმა ამ ყველაფერში. მე პირადად ძალიან მომეწონა და ასევე ძალიან მასშტაბური ნაწილი იყო, თუნდაც მეფის რუსეთის დრო როცა იყო წარმოჩენილი ეს რუსული ბალები, ცეკვები და ასე შემდეგ. რუსული ბალეტი ცნობილია ხალ ბოლშევიკ. კი, ანუ მე ვერ ვიტყვი რა სიტყვაზე რუსული კულტურის წარმოჩენება შეუძლებელია რომ წამგებიანი აღმოჩნდეს ვინმესთვის ზოგადად, იმიტომ რომ ამიტომ ვიძახი მე სულ არ მომეჩვენა რომ რამდენად მოდის თქვა იგივე რუდოლფ ნურიევი ან ჯაგილევი ან თუნდაც ტოლსტოი, ჩაიკოვსკი და პუტინი ერთმანეთთან როგორ მოდის. პუტინი საერთოდ არ ვიცი. ვიდარი არც მაინტერესებს არანაირი სიმპათიები და ბოტოქსების გატენილი სახით. მე რას ვიძახი? ჩემთვის არ გამოჩნდა ეს ისე რომ მაინც და მაინც წითელი რუსეთი იყო რაღაც ხაზგასმოა წინ წამოწეული. წითელი რუსეთი ეს იყო ძალიან დიდი ეპოქა, დიდი ნაწილი მათ უახლოეს ისტორიაში. ამის იგნორირება ალბათ არანაირად არ გამოვიდოდა და ის ფორმა რა ფორმითაც ეს იყო წარმოდგენილი. ჰიტლერი არ იყო დიდი ნაწილი გერმანიის ისტორიის? ჰიტლერი იყო დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჰიტლერი აპრიორი მსოფლიო ისტორიაში ნეგატიური პერსონაჟი არის. აპრიორი ნეგატიური პერსონაჟი არის სტალინიც. სტალინი იქ არ მინახია იმ გამოსვლაში. ანუ ვერ დაინახე შენ როგორც რეჟისორმა სტალინური ეპოქა იქ ვერ დაინახე. ეპოქა დავინახე. ის ეპოქას თუნდაც რომელშიც ჰიტლერი მოღვაწეობდა, ის ეპოქაც ალბათ შეიძლება რაღაცა თვალსაზრისით წარმოაჩინო. სიმბოლიკას ვერ წარმოაჩენ, რა თქმა უნდა. და ის რაღაც მოყვეთ შეიძლება რა. აი იქ რაც გააკეთეს. გაიცეთ, ეხლა გუკასთან მექნება საქმეა, მე დაგიბრუნდები 9 წელს ალბათ. დავი დამანები გუკა. აი ხმე, ნუ ძალიან ბევრს კითხულობ ხა ამ ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ამ ბევრი მგზავრობა მომიწია, რადგან ჟურნალი იყო, ყველაფერი ვიყიდე, ყველგან ვკითხულობ. ნუ სულ ხედავ, აი სულ ვკითხულობ იმას, რატო თქვა უცხადე რა პრობლემები არის სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით. იქ იყო საუბარი იმაზე, რომ აი რუსეთში ადამიანის უფლებები ირღვევა, ჩერქეზები, თქვა რაღაცა gay rights, ანუ ჰომოსექსუალების უფლებები ასე შემდეგ. საქართველოს ხსენებაც არსად არ არის. რატომ აბავდი მართულხლართებს რუსთაველს? ზუსტად მაგიტომ საქართველოს ხსენება. ეს რუსთაველზე გამული მართულხლართები გამოხატავდა ორ რაღაცას, ანუ ორი რაღაცები მინდოდა მე და ჩემ მეგობრებს გაგვეკეთებინა აქცია. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების ოლიმპიადაზე წასული მე ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული, მაგრამ ყველა მონეტას აქვს ორი მხარე და მეორე მხარე არის ის, რომ რუსეთს მოუწია ამ ოლიმპიადისთვის, ამ ოლიმპიადით ეჩვენებინა აფხაზების და ოსეთისთვის, რომ რეალურად ის მაგათ პრობლემას ვერ გამოაშკარავებს. თუ გინდათ ეს ღრუბლები მუშაობდა ჩვენ წისქვილს. მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ დღესდღეობით მოხდა იმის ჩვენება, რომ
თვითონ ვლადიმერ პუტინის ჩატარებულ ოლიმპიადაზე, რომელიც იყო მაგის კერძო ესეთი ინიციატივა და რაღაც გამოჩენა მაგის ძალაუფლების, ვერ გაბედა იქ ოსეთი და აფხაზეთი ენახებინა როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ანუ ენახებინა ის რუკა, რომელიც პოლიტიკურად ის აღიარებს. მოუწევია ეს თვითონ ოსეთში და აფხაზეთში იმუშავებს ძალიან ნეგატიურად მაგას. და რატო კი, მაგრამ რომ იმუშავებს მე რა შეცვლიან ოსები და აფხაზები? დამოკიდებულებას ალბათ კიდევ უფრო გამძაფრდება რუსეთის მიმართ. რაც არის უკვე ტენდენცია არის თვითონ აფხაზეთში და ოსეთში და ეს უფრო გამძაფრდება. რაც შეეხება ჩვენ მავთულხლებს. ჩვენ მავთულხლებს. ანუ რეალურად დღესდღეობით რუსეთი თვითონ მე ამ კონკრეტულ გახსნის გამო არ მქონდა ეს აქცია, გახსნის ცერემონიას ეს იყო, რომ რუსეთს არ უნდა ქონდეს უფლება ესეთი ღონისძიებების ჩატარება მით უმეტეს ჩვენ საზღვართან. ჩვენ საზღვართან, ანუ დღევანდელ რეალობაში ჩამოყალიბდა ესეთი მოძრაობა, ჩვენ ვიცით მოქალაქე და სამოქალაქო საზოგადოებაზე მიდის ძალიან ხშირად ლაპარაკი, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს პრინციპების გარეშე. ანუ რაღაც პრინციპი, ფასეულობა მთავარი ის ირგვლივად შეიკრება ეს სამოქალაქო საზოგადოება. 100 წლის წინ იყო ენა მამული სარწმუნოება. ენა მამული სარწმუნოება 21 საუკუნეში უკაცრავად ალბათ ვერ იქნება ის ფასეულობა, რის ირგვლივად ჩვენ შეიძლება გავერთიან. ამიტომ აქედან უნდა ენა კოკაკოლის რეკლამას თუ უყურე ამერიკის ბოლოში სუპერბოულის იქ მიხვდები რომ ენა გადადის მეორე ფლანგზე. სარწმუნოება დღესდღეობით არ არის ინსტიტუცია, ანუ რელიგია, რომელზეც შეიძლება რის გამო შეიძლება გაერთიანება ერის. რჩება მამული. მამული არის მიწა. ჩვენ გვართვენ მიწას. ბევრი შეგედავება სარწმუნოებასთან დაკავშირებით. ხო, მე მაგაზე შეგვიძლია გავაქცილოთ და მზადვარ, მაგრამ რჩება მამული, რეალურად. მამული და ალბათ დღევანდელი მთელ სოფლიოში თავარი, ანუ განვითარებული სამყაროს პრინციპი ადამიანის უფლებები. ზუსტად ამ ორი მიმართულებით იყო ეს აქცია. ერთი რომ მამული ჩვენ ყოველი ნაგლეჯი ჩვენი მიწის უნდა დავიცვათ და ამ იდეის ირგვლივ შეიძლება გაერთიანება ამ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მეორე თავისუფლება. ანუ ჩვენ გვინდოდა გვენახებინა რომ კი შეიძლება სახელმწიფომ გადადგას ის ნაბიჯი რომ გაუშვა სპორტსმენი თავის ნაკრები რაღაც სხვადასხვა პოლიტიკური ბიზნეს გამო ოლიმპიადაზე. მაგრამ სახელმწიფომ ესევე უნდა უზრუნველყოს რომ ადამიანს ჰქონდეს თავისუფლება, თავის არჩევანის უფლება. არ ეშინოდეს ჩვენთან არ ყოფილა არც ერთი თავრობა ისეთი ამ ბოლო 100 წლის განმავლობაში, რომელსაც სრული თავისუფლება მიეცა და არჩევანის უფლება ადამიანის. და 2000 წლის განმავლობაში რომელი იყო ეგეთი? 2000 წლის განმავლობაში ძალიან ძნელია მაგაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ მაშინ სხვა მოცემულა ადამიანის თავისუფლება არ ფასობდა ისე და 40 წლის წინაც არ ფასობდა, სანამ ამერიკაში მარტინ ლუთერ კინგმა ესე თქვა თავისუფლებაში არის ყველა ის ადამიანის უფლებები, რაც აქვს. ხო, ანუ 100 წელიწად. ხო, ანუ მაგას გულისხმობდა. დღევანდელ ჩვენ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავერთიანდეთ ამ იდეის ირგვლივ, რაც არის თავისუფლება და მამული. მე ესე ვფიქრობ, ეს ჩემი აზრი. თავისუფლება მოიცავს სიტყვის თავისუფლებას, რელიგიის თავისუფლებას და კერძოს ეკუთრებას. რაც გაურკვეველია დღემდე, თუ კერძოს ეკუთრება ინსტინქტია და ვერ გვექნებოდა და ანუ რისი თქმა მინდა. ეს იყო პროტესტი ჩვენი ვერტიკალის ქვეყნის, რა თქმა უნდა, რა ვერტიკალი აქვს არჩეული, პროტესტი იყო იმით და დაფიქსირება იმისი, რომ ჩვენი მიზანი, ჩვენი მეგობრების ტკივილი არის მიწა, მამული და თავისუფლება. რამდენი ადამიანი შეიკრიბა პროტესტის გამოსავალს? 150-ის. როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა ეს? რატომ არ ვიცი, გამოვიდა მეტი ადამიანი? რეალურად ისე ინფორმირებული ხალხი არ იყო, მაგრამ ის პოსტი, რომელიც თქვა 3 დღით ადრე დავდეთ Facebook-ზე, ნახა კონკრეტულად ის პოსტი 2000 მაგაცმა. თვითორგანიზება ხო არ გაკლიათ ზუსტად, აი როდესაც საუბრობ იმაზე. ანუ ეს ჩვენ მეგობრების ჯგუფი ვართ, ჩვენ არა ვართ არც NGO, არც პარტია, ამიტომ თვითორგანიზებას ესე მე უწევ როგორც პროდიუსერი, იმიტომ რომ უბრალოდ პროდიუსერის ფუნქციებში ეს ორგანიზება, მაგრამ ესე როგორც ჩამოყალიბებული რაღაც ორგანო არანაირი არა. ერთი რაღაცის თქმა მინდა, ეხლა გახსნის ცერემონიაზე. ეს გახსნის ცერემონიაც ხო შედარებითი არის, ხო, რას ვედრებით. ანუ თქვა შევედარეთ 2008 წლის გახსნის ცერემონიას ჩინეთში. ან რაც უფრო კაი ჩემთვის შესაძლებელია, იმიტომ ჩინეთი არ არის
ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა ამბობენ ჩინეთი ბევრად უფრო ორიგინალური და ჩინური იყო, ვიდრე ეს იყო რუსული. იგივე ვთქვათ, რომ კითხულობდი სხვადასხვა რევიუებს იქ New York Times-ში, Washington Post-ში, ასე შემდეგ და მაინც ხო უნდა შევედაროთ დასავლეთი. ანუ ჩვენ არჩევანი გვაქვს ეხლა რუსეთს და დასავლეთს შორის და დასავლეთში იყო ვთქვათ 2012 წელს ლონდონში. და ძალიან დაბალი დონეა რუსული ოლიმპიადის გახსნა, დენი ბოილის ოლიმპიადის გახსნასთან ყველანაირად. თუ გინდა პროდიუსინგი, თუ გინდა კრეატივი, კი ეს ციპინი ვინც იყო კრეატიული. არ მგონი რომ ესე არ ფიქრობ? კრეატიული დირექტორი ციპინი ვინც იყო, საკმაოდ კაი ოპერის მხატვარი არის, მაგრამ ინგლისმა ჩემი აზრით, ჩემი პერსონალურად ბევრად უფრო შეძლო თავის კულტურის წარმოჩენა იმ ოლიმპიადაზე, ვიდრე რუსეთმა. და მე დაახლოებით ორჯერ მეტი თანხა დაჯდა რუსული. და იყო იქნებაზე Nightmare Bears ეძახიან იმ დიდ დაცვ, ეხლა რომ შეხვიდა ინტერნეტში და ანუ შიში გამოიწვია უფრო დიდი სამყაროში, ვიდრე პოზიტივი, თქვა და თავარმა სიმბოლიკამ 80 მეტრიანი დათვი რომ გამოვიდა თვალებში რომ და ბავშვი. კი, ცხადია. მე ზოგადად ვცდილობ ყოველთვის აბსტრაგირებას რაღაც ფონისგან, რა ფონის არსებობს. სიტყვაზე ვიძახი, მე როგორც ქართველმა ისე რომ ვიფიქრო ამაზე სიტყვაზე, როგორც ადამიანმა, რომელსაც არანაირად არ არის სიმპათიურება, თუნდაც ის წითელი რეჟიმი და ასე შემდეგ, ალბათ მე ძალიან ბევრ სიმბოლიკას დავინახავდი იქ, რომელიც არ მომწონს. იგივენაირად ლონდონის ოლიმპიადის გახსნა, რომელიც მე ვნახე, იმიტომ რომ უბრალოდ მსგავს საკითხებზე შემძლეოდა რაღაც მეთქვა. ვიტყვი იმას, რომ მიუხედავად იმისა, ვინ ახლო არის, ვინ შორს არის და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მე იგივე იმ Facebook-ის პოსტ მოყვა რაღაც დისკუსია და იქაც ვახსენე, რომ ბრიტანელები ზოგადად შეიძლება ბევრი მიმართულებით უფრო მესიმპათიურებოდნენ. ის სიმბოლიკა, ვთქვათ, რომელსაც ისინი იყენებენ თავის ისტორიის წარმოსაჩენად და ასე შემდეგ, უფრო მომწონდეს და ობიექტური გარემოება ალბათ არის ესეთი, რომ ფონი ზოგადად ბრიტანელს ბევრად უფრო პოზიტიური და კარგი აქვს, ვიდრე რუსეთს. ამიტომ პირობითად ვიძახი, დათვი დიდი, ეხლა სამაგალითოდ ვამბობ, შეიძლება ეს არ არის საერთოდ ამ კონკრეტულ ფაქტზე, მაგრამ დიდი დათვი შეიძლება რუსეთის მიერ წარმოდგენილი ჩანდეს როგორც სტრაშილიში რა და როგორც თქვა სიტყვაზე არ ვიცი ბერლინში დიდი დათვი როგორც ბერლინის სიმბოლო. ანუ ხვდებით რის თქმა მინდა ამას აქვს რაღაცა სუბიექტური ჩემი აზრით, სუბიექტური ფონი, რომელიც ასევე არგუმენტირებული არის. მე უბრალოდ ნებისმიერი პოზიციის დაფიქსირების დროს ვთქვით, რომ გვერდზე გადგედა, გვერდიდან შეხედო. ხვდები მაგას, მაგრამ ამავდროულად არსებობს ხალხი იგივე, რომლებიც საერთოდ არ არიან ქართველები, არც სახში არ შეჭრია რუსეთი, იგივე დევიდ რემნიკი რო ავიღოთ, ხო? ბოდიში გცივად ვიცი, ტყინვებმა რომ დაცხოთ, ჩვენი გათბობა ვეღარ უძლებს ხელებს ითბობ. დევიდ ნიკი, რომელიც არ არის ხა შემჩნეული განსაკუთრებულ რუსოფობიაში, არც ნიუ-იორკერი არ არის ახლა რაღაცა უკიდურესად მემარჯვენე გამოცემა პირიქით უფრო, მაგრამ მანაც დაინახა ამაში, ვთქვათ, აი ეს რაღაცა განსაკუთრებული ნოსტალგია, ზუსტად ეს რუსული ძველი დიდებისადმი, გავლენის სფეროს, აღდგენისადმი მისწრაფება, რომ ოდესღაც ესენი დაიბრუნებენ ძველ დიდებას, ასე შემდეგ. ანუ ეს არ იყო, მოდი ესე ვთქვათ, მაშინ შენ რომ იყო პოლიტიკოსი ან ანალიტიკოსი პოლიტიკის ანალიტიკოსი ამას სხვაგვარად შეხედავდი და შენ როგორც რეჟისორმა სხვაგვარად შეხედავდი. მე როგორც სახელმწიფოს რო დავექირავებინე, როგორც არ ვიცი, იგივე კრეატივში კი, რომ რამე გავაკეთოთ ოლიმპიადაზე, დიდი სიამოვნებით მოვიფიქრებდი რამე აქციას, იგივე რაზეც იყო საუბარი, რა შეიძლება გააკეთოს სპორტსმენებმა. ანუ თავრობამ არ დაიქირავა, რავი, თავრობამ არ დაიქირავა. შეიძლება საბედნიეროდ, იმიტომ რომ ეხა პირადად არ მინდა ესეთ ტკივნეულ საკითხებში ჩარევა, მით უმეტეს ვფიქრობ, რომ არ ვარ კომპეტენტური ამ რაღაცეებში. მაგრამ რომ ეხლა ჩამოაყალიბოთ ჩემი პოზიცია იმაზე, საერთოდ პროტესტი უნდა გამოგვეთქვა იქ თუ არ უნდა გამოგვეთქვა, უნდა გავაგზავნოს სპორტსმენები თუ არა და ასე შემდეგ. ზოგადად პოლიტიკურ ასპექტში ამ საკითხების კომპეტენცია ჭირდება. კომპეტენცია ჭირდება ნებისმიერი რაღაც პოზიციის დაფიქსირებას. მე ერთადერთი იმიტომ მივეცი თავს უფლება, რომ რაღაცა მეთქვა, რასაც ძალიან იშვიათად ვაკეთებ, ესე საჯაროდ გრძნობა რაღაცა რა, რაღაცას რო მე გრძნობა, ხო და მაგას ვიძახი, არ ვიცი, შეიძლება ანუ აი ხომ მე მიდიხარ ქუჩაში, ხედავ რომ ვთქვათ, არ ვიცი, მე მამაკაცი ან დედა ან კაცი თავის
პატარა შულს ურტყავს. ეხლა რაღაც კომპეტენცია გჭირდება, რომ პროტესტი გამოხატო, მაგ დროს და მიხვიდეთ და უთხრა, რომ ბავშვს ნუსცემ? არის საკითხები, სადაც ყველაფერი ძალიან ცალსახად ჩანს და ნათელი არის საკითხები, რომელიც უფრო კომპლექსური არის, ჩემი აზრით. და საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა კომპლექსურია უფრო, ვიდრე ის, რომ კომპლექსურია, ერთნიშნად, უბრალოდ მაგიტომ ვახსენე კიდეც, რომ როდესაც მკითხეს მაგალითად მეუღლე მკითხა, რომ შენ რას ფიქრობ, უნდა გაეგზავნონ თუ არა სპორტსმენები, ამ შეკითხვაზე ჩემი პასუხი იყო, რომ ალბათ არა. ალბათ იმიტომ დავამატე ისიც, რომ გარკვეულწილად ასევე ვფიქრობ, რომ ცოტა ანუ მე არ მაქვს იმის დარწმუნება, რომ შეიძლება თუნდაც საქართველოს ინტერესების გამო აი საერთო წარმოდგენა არ მაქვს, აი რა უფრო უკეთესი იქნებოდა. სუბიექტურად შეგრძნების თვალსაზრისით, ემოციის თვალსაზრისით, მგონია რომ არ უნდა გაეშვათ და მეც იგივენაირად მტკივა და მაღელვებს ის საკითხი, რომ მქანა ეს რა ქვია აი ამ რუკის ძალიან დიდი ნაწილი საერთოდ გაუგებარ ხალხის ხელში არის და ეს პრობლემები არსებობს. ისე ერთაღაც ასე უცბად პოლიტიკა სპორტი შეიძლება გამიჯნული იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი რუსეთის შემთხვევაში პოლიტიკა უნდა იდგეს უფრო მაღლა ვიდრე კულტურა, სპორტი და რელიგია, ჩემი აზრით. შესაძლებელია და ძალიან მესმის ლოგიკა მაგ პოზიციის. ბატონო ირაკლი, თქვენ თამაგებთ, თქვენ თუ ელით რა იმეს ამ ოლიმპიადიდან საპრიზოდ? ყურადღებით ძალიან კარგი საუბარია, რა მხრივ რომ კარგია რომ ასთა სხვადასხვაობაა, ეს უკვე დემოკრატია. და არ მყვირით რა თქმა უნდა. მე ვთქვათ, მე პატივსაცემ თქვენ სტუმრების ბევრ აზრს, მაგრამ მე მაგ უფლება არ გავიზიარო. ეს არის ძალიან ამიტომ ხარ. ამიტომ ეს არის დემოკრატია, ეს არის თავისუფლება. რა მხრივ მე თავიდანვე გითხარით და კიდევ ვიმეორებ, ალბათ რას თქვენ ბრძანით პრინციპი, იმიტომ რომ თამარ მაპატიეთ, მაგრამ ეს ქილიკი არ შეიძლება, რომ სპორტსმენები ბევრი ომში წასულან, ქართველები და წინასწარ არავინ არ იცოდნენ. ამ ომს მოიგებდნენ და შეიძლება ბევრი წაუგიათ. მე ისტორიიდან გამომდინარე. ამიტომ ცოდო სიტყვა არ ვარგა, მაგრამ სპორტსმენები უკვე იქ არიან. მელები იქ არიან. გადაწყვეტილება მიღებული. არა, მე ტელევიზიიდან თქვენ არა, პირიქით მე ძალიან მშვენიერი საუბარია და იმიტომაც არის ასთა სხვადასხვაობა, რომ და მე ალბათ მაინც სპორტულ ენაზე ვსაუბრობ, მეტი ვიდრე პოლიტიკურად, ერთი, მეორე ალბათ უფრო სპორტული ვიდრე მხატვრულიდან თქვენი აღქმა მეც გამოვხატეთ ჩემი აზრი და მე მაინც ვთვლი რომ გავაწლები და ეს სპორტსმენები, სხვადასხვა სპორტი არის ერთ-ერთი იცით რა არის სპორტსმენებმა მეგობრობა იციან. მე ჩვენ მეპარება რომ ბევრი რუსი, ბევრი ქართველი სპორტსმენები დღესაც მეგობრობენ. მით უმეტეს რაც მოხდა თქვენ იცით ჩვენ შორის. და პირველი ზარი 2008-ში რაც მოხდა მე დამირეკეს ჩემმა მეგობრებმა რუსებმა ამერიკიდან, რუსეთიდან და ნამსტიდნა მითხრეს. და მე არა, იცით რა არის რომ ნუ აი მე მამინდა და მე ცოტათი ეხლა ავღერდი, იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა ჩემი ყოფილი ну ყოფილი არა. და თქვენმა სპორტსმენებმა ბოდიში შეგაწყვეტეთ, აი სპორტსმენებმა ვინც თქვენ დაგირეკეს და გითხრათ, რაიმე პროტესტი გამოთქვეს, თქვათ მივიდნენ კრემლთან, გამოთქვეს პროტესტი, რომ სირცხვილია ჩვენ რასაც საქართველოსთვის ვაკეთებთ, იმ მეგობრებმა, რომლებმაც თქვენ დაგირეკეთ აი თქვის. იცით რა არის მეგობრობა, რა არის სპორტი, იმიტომ რომ ისეთი გაფანტულები ვართ ხანდახან საქართველოშიც მეგობრები ერთმანეთს ვერ ნახულობენ. და ხდება ისეთი სიტუაციები, აქაც ხდება, მაგრამ კრემლთან მისვლა ეგ არ ვიცი, მაგრამ თავარია თანადგომა მორალურის დიდი რამეა, როცა ზარით შემოგეხმიანება. ანუ პოზიციის გამოხატვა საკუთარ ქვეყანაში იმასთან დაკავშირებით, როდესაც ქვეყანა უსგავსობად ჩადის, როგორც სპორტსმენი, მწვრთნელი, გამზდელი, ხელმძღვანელი სპორტში მე დიდხანს მე პოლიტიკაში არ ჩავრერო, იმიტომ რომ მე პატრიოტი არა ვარ. თამარ გეტყვით, ჩემთვის ყველაზე დიდი ვთქვათ, აი ხლა უნდა თქვა პირველად და არც არ ვიბრალებდი, როდესაც ავსტრიაში მე მუშაობდი და ჩემ ავსტრიელმა მოწაფემ გაიმარჯვა ავსტრიის ჩემპიონატზე, წამოდგა ხიონესი ევროპის ჩემპიონი ყოფილი და პრიზიორი და თქვა გაუმარჯოს ლუხტენშტაინერს, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ჯაფარიძეს. ესე იგი მე ჩემი შრომით, ჩემი ქვეყანა წარმოადგინე და ვადღეგრძელებინე. ეს თავის ავსტრიაში. ბატონო ავსტრიაში დიახ, ავსტრიაში მინსკში მუშაობდი. არა, იგივე ყოფილა. თქვენ უნდა გითხრათ რომ როდესაც 75 წელს საქართველოში, ну იცით რეიტინგი სპორტი გესმით, რომ რეიტინგით არის საბჭოთა კავშირის თასი მეორე ჩემპიონატი და შემდეგ თასი საბჭოთა კავშირის, რომელიც დინამომ 76-ში მოიგო. და მოიგო ქართველმა სპორტსმენმა დიდებში.
და დაწერა известием და правдам как это можно было, ახლა უბრალოდ მაპატიეთ. როგორ შეიძლებოდა რომ თასი წასულიყო საქართველოში. სადაც არც ყინულია, არც ტრადიციები, არც არაფერი. ესეც გამარჯვება იყო სპორტული, თქვათ ამ შეჯიბრებაში. ამიტომ სპორტსმენები, ფეხბურთელები, მოჭიდავეები, ყველა სახეობა თავისი გამარჯვებით პირველ რიგში პატრიოტობა და ქვეყნის სახელის გატანა ეს დიდია სპორტი. ნახოთ, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი სპორტსმენები გარეშე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა იმედი წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ სპორტსმენებს. სტალიზე და გიტლერს ადარებო მითხარი რაღაც რა მითხარი. პუტინს თქონდა რომ ვინ უნდა გამოხატოს იქ იმაში რა ქვია. სტალინის არა, მე მეგონა სტალინის და გიტლერის შედარება გაგიკვირდა, იმიტომ რომ სტალინი და ჰიტლერი გათანაბრებულია ყველა ევროპული ინსტიტუტის. როგორ უნდა გამოდგან პროტესტები, როგორ გასაგებია, მაინც სტალინის დამსახურება ეს რაც აჩვენა. მიშა მე მაინც იმედი რომ შენ მართულ ხლართებს აპროტესტებ, ხო ერთი პრობლემა. მართულ ხლართებს აპროტესტებ, მართულ ხლართების თემა ამ ხელისუფლების დროს გახდა აქტუალური. იმედი მაქვს როგორც აი და 9 წელს ხო, აი ესე გააგრძელებ, მითხარი დაგამთავრებინებ და პირველი ნაწილიც უნდა მოვჭი, რომ არა ეს რაც აჩვენეს რა ოლიმპიადაზე ხრამ ივანნა ბლაჟენოვა რაც არის მოსკოვის თავარი არქიტექტორი გაიჩნდა რომ წითელი მოედანი უნდა გაედიდებინა თუ ჯარს გაეარა რა და ესე მოუხსნია და წაუგვია რა და და ნუჟნა უბრალოდ და სტალინმა დააბრუნა და პასტაო ნამესტაო და აი ისე რომ Salt Lake მაინც ამერიკა რუსეთს ვატარებს რა ჩემთვის შეკავ Salt Lake City-ში რო ჩატარდა 12 წლის ოლიმპიადა დაжда 2 მილიარდი დოლარი დღევანდელი ჩატარებული ოლიმპიადა დაжда 52 მილიარდი დოლარი და აქედან მე-13 კორუფციაში წავიდა ანუ რატო ჩვენ 7 მილიარდმა უკვე დაგხატა და ანგელ დახატულები ვზივარ რატო დაжда ამერიკაში 25 ჯერ ნაკლები ეს იმიტომ კი არ მოხდა რომ ნაკლები კომფორტი შეუქმნეს სპორტსმენებს ან ნაკლები ტრასები ქონდათ ეს იმიტომ მოხდა რომ იქ ის ინფრასტრუქტურა არსებობდა ის 25 იგივე მოხდა სან-ფრანცისკოში იგივე ის 25 მილიარდი იგივე მოხდა მე მინდა იქ სადაც აღარ ჭირდებათ 7,000 მილიარდი რომ ქვეყანა იგივე კრიტიკა ისმოდა ლონდონის ოლიმპიადის დროსაც მე სტატია დავწერე მაგაზე და სან-ფრანცისკოს ოლიმპიადა იყო პრინციპში ერთადერთი Salt Lake City-სთან ერთად რომელსაც თავისთავად ამოიღო რეალურად 2 მილიარდი Salt Lake City-ში სპონსორად შევიდა გარდახანჯულა სახელმწიფოს აბსოლუტურად სან-ფრანცისკოში ზამთარი არ მოგოღელოდეს რამდენი დახარჯა რაც მეც გაფლანგოვან ჩვენთვის მეგონი რუსები რაც მეც ჩვენი პირველი ნაწილისთვის განკუთვნილი დრო ამით მოიწურა ძალიან მალე დაგიბრუნდებით და ამერიკა ევროკავშირის ურთიერთობებზე ვისაუბრებთ დიდი მადლობა რომ გიყურეთ არ გადართოთ დიდი მადლობა ჩემს სტუმრებს დიდი მადლობა აკა დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, გმადლობთ რომ გვიყურებთ. წარმოგიდგენთ თეორემას მეორე და ბოლო ნაწილის სტუმრებს. ამ ნაწილის თემა არის ამერიკისა და ევროკავშირის ურთიერთობები, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერის ფონზე. მოგეხსენებათ, რომ ამერიკის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა უცენზურო სიტყვით მოიხსენია ევროკავშირი გამოხატა რა პესიმიზმი მათი პასიურობის მიმართ უკრაინასთან მიმართებით. წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმრებს გიორგი მუჩაიძე, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა ტყეშელაშვილი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პატა გაფრინდაშვილი, ორგანიზაცია გრასის ვიცე-დირექტორი და კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. დიდი მადლობა ბატონებო, ჩემთან მობრძანებისთვის და სანამ ჩვენ მსჯელობას დავიწყებდით, მინდა წარმოგიდგინოთ ინტერვიუ, რომელიც სვანტე კორნელთან ჩავწერე. სვანტე კორნელი გახლავთ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროგრამის დირექტორი, შუა აზიისა და კავკასიის საკითხების მკვლევარი. გთხოვთ გავუშვათ ფირი და შემდეგ ჩვენ ვიმსჯელებთ უკვე. დიდი მადლობა რომ ჩვენთვის დრო გამონახეთ. უახლესი ამბით დავიწყებ. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მაღალი დონის ამერიკელი დიპლომატის და უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩის პირადი საუბარი, სადაც ამერიკელი დიპლომატი უცენზუროდ მოიხსენიებს ევროკავშირს. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაზე? Well, unfortunately, Assistant Secretary Nuland came. სამწუხაროა რომ ეს ასე მოხდა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი თანამდებობაზე ტრანსატლანტიკური კავშირის რენესანსის იდეით მოვიდა.
ეს საუბარი ალბათ მას გაართულებს. მომხდარი მიუთითებს, რომ ამერიკელმა დიპლომატებმა WikiLeaks-ის გამოცდილება კარგად არ გაიაზრეს, მაგრამ ამის გარეშეც ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ისედაც ცუდ ფორმაშია. ახლა ის ხა დაგვრჩენია უიმედობა დაგვეუფლოს ამ მიმართულებით. ამ ურთიერთობების გაძლიერება უკიდურესად მნიშვნელოვანია. მადლობთ. ჩვენ ხშირად გვესმის ევროკავშირის ხშირად სამართლიანი კრიტიკა, რომელიც არც თუ დიდი ენთუზიაზმით ცდილობს რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებას. მაგრამ რამდენად სამართლიანია ამ კრიტიკის მოსმენა ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან? თავად ამერიკა რამდენად აქტიურია რეგიონში? კარგი რომ ეს საკითხი წამოჭერით. განსაკვირია რომ ახლა ამერიკის ადმინისტრაცია ევროკავშირს აკრიტიკებს. 5-10 წლის წინ არ გამიკვირდებოდა, როდესაც ევროკავშირი დეზორგანიზებული იყო. ბოლო 2 წელია ეს ორგანიზაცია წინააღმდეგობას უწევს რუსეთის მიერ ყოფილი საბჭოთა სივრცის რეინტეგრაციას. მაშინ, როდესაც ობამას ადმინისტრაცია ამ მიმართულებით ძალიან პასიურია. შესაძლოა ახლა დადგა მომენტი, როდესაც შეერთებული შტატების მთავრობა ცდილობს უფრო სერიოზულად მოეკიდოს ამ რეგიონში არსებულ პრობლემებს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთში მიიჩნევა, რომ შეერთებული შტატები შეეგუა გავლენის სფეროების არსებობას. Germany has been kind of like the major problem in transatlantic cooperation. Very recently გერმანია ყველაზე დიდი პრობლემაა, როდესაც რუსეთის შეკავებაზე ვსაუბრობთ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისიც კი განაცხადა, რომ საკმარისად კარგად არ გაიაზრა ევროკავშირმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შედეგები რუსეთთან მიმართებით. რა გამოდის 2008 წელს გერმანიამ საქართველოსთვის და უკრაინისთვის მაპის მინიჭება დაბლოკა, იმიტომ რომ რუსეთს თითქოს საფუძვლიანად აღიზიანებდა სამხედრო ბლოკის მის საზღვრებთან გაფართოება და ამბობდა, რომ ევროკავშირთან დაახლოება რუსეთის მხრიდან იგივე რეაქციას არ გამოიწვევს. ახლა თურმე ევროპის სამეზობლო პოლიტიკაც გადასახედია. რას ფიქრობთ გერმანიის საქციელზე? Well, it suggests that he's right in the sense that Europe did not foresee that such an innocuous thing as the association agreement and a free ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპა მართლა ვერ გაიაზრა, რომ რუსეთს გააღიზიანებდა ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობა მის ყოფილ სატელიტებთან. ფიქრობ ნაწილობრივ იმაშიცაა პრობლემა, რომ რუსეთიც ვერ ხვდებოდა ევროკავშირის მნიშვნელობას, რადგან ყველაფერს სამხედრო პრიზმაში ხედავდნენ. დღეს ისინი აცნობიერებენ, რომ ევროკავშირი მათთვის ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორცაც ნატო. ევროპელები კი რუსეთის ამ დამოკიდებულებასთან გასამკლავებლად მზად არ არიან. Do you think Germany by making such a ფიქრობთ, რომ გერმანია ამ განცხადებით აღიარებს გავლენის სფეროებს? Like the West was rejecting like But well, you see, this is domestic German politics on the one. გერმანიის შიდა პოლიტიკის ჭრილში უნდა განვიხილოთ. ერთი მხრივ არის ანგელა მერკელი, რომელმაც ნოემბერში ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა ერების უფლების შესახებ თავისუფლად გააკეთონ საგარეო პოლიტიკური არჩევანი და მიუღებლად გამოაცხადა მესამე მხარის ჩარევა. ცხადია რუსეთს გულისხმობდა. მეორე მხრივ კოალიციის სხვა ლიდერების განცხადებები. ფიქრობ, ახლა ხდება გერმანიის მართველი კოალიციის შიგნით აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებით პოლიტიკის შემუშავება და ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია. Well, now like coming to Georgia, like we have a big chance of signing the association agreement like საქართველოს საკითხზე რომ ვისაუბროთ. ამბობენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რუსეთის ზეწოლა გაძლიერდება. რატომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე და რატომ მერე არა? This is signed. What is the association agreement? Is this some? It's not some sort of like a security. Well, I think it's about that. ეს დამოკიდებულია თავად რუსეთის აღქმაზე, რა წერტილიდან მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეუქცევადია. იქნება თუ არა ეს წერტილი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ვერ ვიტყვით. ეს რუსეთის აღქმაზეა დამოკიდებული და არა ჩვენსაზე. თუ რუსეთი ჩათვლის, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს ვეღარ შეუშლიან, აუცილებლად იმოქმედებენ. შესაძლოა პრობლემები მის განხორციელებას შეუქმნან და არა იმდენად ხელმოწერას. ასე რომ ფიქრობ, რუსულ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ, როგორც ასოცირების ხელშეკრულების
ხელმოწერამდე, ისე მის შემდეგ. თავად ევროკავშირი რა დაგიქვამს ასოცირების ხელშეკრულებას? სამწუხაროდ ევროკავშირს ამ დოკუმენტის ზედმეტად ტექნიკური ხედვა აქვს. ისინი ამას გეოპოლიტიკურ ჭრილში ნაკლებად უყურებენ და შესაბამისად არც რუსულ პროვოკაციებზე აქვს პასუხი. და ბოლოს ნატოს სამიტი 2014 წელს. ბოლო სამიტზე ჩიკაგოში ითქვა, რომ შემდეგი სამიტი გაფართოებას უნდა მიეძღვნას. ჰილარი კლინტონმა თქვა ეს. რამდენად ელით მისი სიტყვების გამართლებას? ვფიქრობ ძალიან ცოტა სურს 2014 წლის სამიტი ნატოს გაფართოების სამიტი იყოს. საქართველოსთვის მთავარი მაინც ის იქნება, საქართველოს რა სურს. დღეს უпростоრად გუშინ უნდა დაწყებულიყო კოორდინირებული მუშაობა როგორც სახელმწიფო პირებთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმისთვის რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სტრატეგია შემუშავდეს. საქართველოს ხელისუფლება საკმარის საკეთებს ამ მიმართულებით. არა, ახლა საქართველოს ხელისუფლება საკმარის არ აკეთებს. მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა უფრო კოორდინირებულად უნდა მოქმედებდეს და უფრო მკაფიო და მომთხოვნი იყოს იმაში, რაც საქართველოს ინტერესებშია. მოგეთ იზიარებთ თუ არა სვანტე კორნელის ჩვენი დიდი ხნის მეგობრის გახსოვთ ალბათ ის რედაქტორია წიგნისა აგვისტოს თოფები 2008 როდესაც ვთქვათ ერთ-ერთი პირველი კრებული სტატიებისა რომელიც აგვისტოს ომს მიეძღვნა იზიარებთ თუ არა სვანტე კორნელის სკეპტიციზმს იმასთან დაკავშირებით რომ ვიქტორია ნულანდის და ჯეფრი პაიატის საუბარი ფარული საუბარი უარყოფითად აისახება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაზე რომელიც ისედაც სუთ ფორმაში იყო ბატონ კახა თქვენგან დავიწყებ ძალიან ძნელი კითხვით ვიწყებთ, რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ ესეთი სახის გამონათქვამება არ შეიძლება რაღაც სერიოზული ცვლილება შეიტანოს იმ დიდ პოლიტიკაში, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ურთიერთობებში. ეს შეიძლება იყოს, თქვათ, საბაბი, თუ ეს ურთიერთობები უკვე მისულია იმ ზღვრამდე, როდესაც რაღაცა სერიოზული ცვლილება უნდა მოხდეს, მაგრამ არ ამგონია, რომ ასე იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები დიდი ხანია უკვე რაღაც კრიზისში იმყოფება, გამოსავლის ძებნა მიმდინარეობს რო ავიღოთ მაგალითად ევროკავშირი და შეერთებული შტატები მუშაობენ ძალიან ინტენსიურად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მათ უნდათ ერთიანი საავაჭრო სივრცის შექმნა ეს პროცესია რომელიც გარდაუვალი პროცესია პრაქტიკულად ჯერ კიდევ ბრძეჟინსკი ლაპარაკობდა რამდენი დაახლოებით 15 წლის წინ იმაზე რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპას არ აქვს სხვა გამოსავალი თუ არა გაერთიანდნენ თუ არა შექმნა რაღაც ერთიანი სივრცე, ერთიანი რაღაც პოლიტიკური ალიანსი, რომელთაც ისინი გაუმკლავდებიან სხვა აქტორებს, ზარდ აქტორებს და მათ მოქმედებას თუ გნებავთ ევრაზიის კონტინენტზე. ამიტომ მე მგონია რომ დღევანდელი სიტუაციაც, ვთქვათ, მდგომარეობა უკრაინაში, რუსეთის ახალი ამბიციები და ასე შემდეგ პირიქით უბიძგებს შეერთებულ შტატებსა და ევროპას დაახლოებისკენ. და ეს პატარა ინციდენტი მე მგონი რაღაც თავისებური გამოცდაც შეიძლება იყოს. რომელსაც ადვილად გადალახავენ შეერთებული შტატები და ევროკავშირი. აქ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ევროატლანტიკურ ურთიერთობებზე პირველ რიგში გულისხმობთ რა თქმა უნდა ნატოს, მის გაფართოებას, მის კონსოლიდაციას და ასე შემდეგ. აქაც ჩვენ ვხედავთ რომ არის ძალიან დიდი მცდელობები იმისა რომ მოხდეს კონსოლიდაცია ალიანსის, ალიანსმა მონახოს რაღაც ახალი მიზნები, ახალი ვთქვათ მიმართულებები განვითარებისა. ეს მუშაობა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და ჩვენ ვხედავთ რომ აი ამ მიზნებში საქართველოს ფიგურირებს უფრო აი ლორდის მეის სიტყვები რომ გავიხსენეთ მან თავის დროს ნატოს თქვათ ესე აღწერა ნატო რუსები გარეთ გერმანელები ქვემოთ ამერიკა შიგნით დღეს რაღაცნაირად ხდება ისე რომ გერმანელები ხშირად განსაზღვრავენ თქვათ ნატოს გაფართოების ჩვენ შემთხვევაში ესე მოხდა ხომ დღეს როგორ გადააფორმულირებდით თქვათ იგივე ლორდის მეის ნუ არ ვიცი ხა ესე ლამაზად ალბათ ვერაფერს ვერ ჩამოვაყალიბებ ახალს. უბრალოდ იმას ვიტყვი რომ რა თქმა უნდა ევროპის როლი ნატოში, ალიანსში ან გაიზრდება თუ არა და ალიანსი მაშინ კიდევ უფრო დასუსტდება. ჩვენ კარგად გვახსოვს რომ უკვე დაახლოებით 10-15 წელია რაც ევროკავშირში არის ცდილობები თავის საკუთარი
ეს თქვა ჯარის შექმნისა, თავის საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნისა, დამოუკიდებელი უსაფრთხოების და დამოუკიდებელი ალიანსისგან, ეს თქვა საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა, თავდაცვის, კოლექტიური თავდაცვის მათ შორის და ასე შემდეგ, თქვა ბოლო შეთანხმება, ლისაბონის შეთანხმება არის პირდაპირ რაღაც აი ბოლო ნაბიჯია აი აქეთკენ, რომ ევროკავშირი რაღაც ჩამოყალიბდეს ასევე თავდაცვის. თუმცა მისი საწინააღმდეგო იგივე თუ არ ვწდები გეიტს ეკუთვნის ეს სიტყვები, რომ თუ რაც ევროპის მილიტარიზაცია თუ იყო ყველაზე დიდი თავისტკივილი მე-20 საუკუნეში, 21 საუკუნეში ყველაზე დიდი თავისტკივილი სწორედ რომ ევროპის დემილიტარიზაცია არისო, რამდენად მოახერხებს ევროპა, ვთქვათ, იგივე თუნდაც აი ამ პირობებში, როდესაც სოციალურ ხარჯებზეა მიმართული ხელისუფლების ძალისხმევა თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას, კიდევ ცალკე საკითხია თუ რაღაც არ შეიცვალა. გიორგი, შენთან მექნება შემდეგი შეკითხვა, რამდენად სამართლიანია ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან ევროკავშირის კრიტიკა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც ხედავთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, შეიძლება ეს არ არის სისტემური, მაგრამ ევროკავშირის ძალიან ასეთ მედგარ წინააღმდეგობას გარკვეულ რამდენადაც ეს შესაძლებელია რუსეთის მიმართ. იგივე რომ გავიხსენოთ თქვათ აი ეს ჩართული მიკროფონის ინციდენტი, როდესაც ობამამ თქვა რომ მეორე ვადის დროს ის უფრო ფლექსიბილური იქნება. იგივე თქვათ, არ ვიცი, მე მქონდა ინტერვიუ რამდენიმე ხნის წინ ჩარლზ კრაუთჰამერთან, რომელმაც მითხრა, რომ ის რაც ახლა თქვენს რეგიონში ხდება, მას ბიზნესმენის შულზე საუბრობდა, არის სიმპათიურებოდა დიდად და მან მითხრა, რომ ეს არის ამერიკის ბრალი, იმიტომ რომ ამერიკა გადის რეგიონიდან და ეს არის გეოპოლიტიკური, რაც თქვენ გჭირთ. რამდენად სამართლიანია, რამდენად ეკუთვნის ობამას ადმინისტრაციას ევროპის კრიტიკა დღეს აი ამ სიტუაციაში? პირველ რიგში ამ ინციდენტთან დაკავშირებით ვიტყვი. რამდენადაც ინტერვიუც მაგალითად იყო და პირველი კითხვაც, მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი დემონიზაცია მოხდა, საერთოდ არ უნდა მოხდარიყო ხალბატონი ნულანდის. მე კიდევ მეორე მხრიდან შევხედავდი ამ საკითხს, რომ როდესაც რუსეთი ერთის მხრივ გვევლინება ფაქტიურად სნოუდენისთვის პოლიტიკური თავშესაფარის მიცემა და ეს მოსმენასთან დაკავშირებით წარმოებული მოღვაწეობის მაკრიტიკებლად სწორედ ესე იგი მსგავსი ქმედების გახორციელება მოხდა მათი მხრიდან. მე ასე ვფიქრობ, პირველი ამერიკამაც თქვა რომ YouTube-ზეც კი დაიდო ესე იგი ეს ფარული ჩანაწერები და შემდგომ პირველი კომენტარი რუსეთის ხელისუფლებმა გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ აქ აშკარად ჩანს რუსეთის ორმაგი სტანდარტები. ახლა ვიყოთ რეალურ ქვეყანა რეალურად ცხოვრობთ, რეალიები უნდა აღვიქვათ და ესეთი გამონათქვამები პრივატულ საუბრებში რაც არ უნდა ხა სამწუხარო უნდა იყოს, ხდება საერთოდ ადამიანები ვართ ყველა და ამერიკელი დიპლომატები არ არიან გამონაკლისები ამ კუთხით. ამე ვფიქრობ, ასე რომ ზედმეტად ნეგატიური შეფასება მოხდა, თუმცა რა თქმა უნდა არ იყო მოსაწონი გამონათქვამი, მაგრამ ზედმეტი კი, ნამდვილად ეს საინტერესოა, რომ მერკელმა დაგმოღონდ, თქვა მერკელის განცხადებაში არ ყოფილა, თავისთავად შეშფოთება იმ ფაქტით, რომ ეს საუბარი გასაჯაროვდა და მე ჩემთვის ხუმრობდი კიდეც ამაზე, რომ შეჯობდით, რომ შეიძლება გარკვეულწილად გახარებული ხო არ არის, რომ სამაგიერო, იმიტომ რომ ცნობილი სკანდალი ეს მოსმენების NSA-სთან. სხვა მესმის მივაქციო აქ მე ყურადღება, რომ აქ არის თვითონ ამ არ მიყვეთ მარტო ამ საუბარს, მაგრამ ახლა ამაზე იყო პირველი კითხვა, ამ საუბრიდან ჩანს, რომ არის ინტერესთა ერთობა ამერიკასა და ევროპას შორის და თუ გამოითქვა იქ რამე გამოითქვა წუხილი იმისა, რომ არ არის თქვათ ევროკავშირი საკმარისად ჩართული და არის სურვილი იმისა, რომ ამ საერთო ინტერესი, რომელიც საერთო ინტერესის კუთხით, რაც არის ესე იგი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რომლებიც არიან ინტეგრირებული მეტადემოკრატიზაცია და ინტეგრაცია მოხდეს უფრო მეტი ჩართულობით ამერიკისა და ევროკავშირის და რომ ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ძალა მსოფლიოში არიან ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოქმედი. ეს უნდა იყოს ერთი ტანდემი, რომელიც განახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც მიიყვანს ეგრეთ წოდებულ თავისუფალ და მთლიან ევროპისაკენ. ეკა, შენთან მექნება შემდეგი შეკითხვა, აი სვანტემაც აღნიშნა თავის ინტერვიუში, რომ თქვათ ევროკავშირი მზად არ იყო იმისთვის, რომ რუსეთი აღმოსავლეთის პარტნიორობასაც ერთი შეხედვით თითქოს აი ამ უწყინარ რაღაც პროექტს აღიქვამდა, ისეთივე საფრთხეთ, როგორც ფაქტობრივად ნატოს გაფართოება აღიქვა 2008 წელს. იზიარებ თუ არა ამ მოსაზრებას და ზოგადად რატომ
აღიქვამს რუსეთის საფრთხეთ აღმოსავლეთის პარტნიორობას. ამ ნაწილში მე სვანტეს ვეთანხმები, უბრალოდ ორიოდე სიტყვით დავამატებ ვიქტორია ნულანდზე, იმიტომ რომ მე მგონი ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ქალბატონი ნულანდი არის ერთ-ერთი გამორჩეული ატლანტიცისტი, ეგრეთ წოდებული, ამ ტერმინით თუ მოვიხსენებთ, ანუ ადამიანი, რომელიც არა მარტო ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, არამედ მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში ძალიან იღწვის იმისათვის, რომ ამერიკასა და ევროპას შორის კავშირები იყოს მართლა ძალიან მჭიდრო და მათ შორის არის ძალიან ის არის ყოფილი ელჩი ამერიკის ნატოში და ზოგადად ძალიან ცნობილია ის, როგორც ადამიანი, რომელიც მართლაც მოტივირებულია საიმისოდ, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ეს კავშირები იყოს მჭიდრო და გარდა ამისა, ჩვენი მაყურებლისთვის ის მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს, რომ საქართველოს ინტერესების ძალიან დიდი მხარდამჭერია და ძალიან პატარა, მაგრამ საინტერესო ნიუანსი ამ სატელეფონო ჩანაწერების გასაჯერისოებასთან დაკავშირებით. ერთიან კონტექსტში ჩაჯდა რამოდენიმე ქმედება. გასაჯერისოება ამ სატელეფონო ზარების, მათ შორის ჰელგა შმიდტის, რომელიც მარჯვენა ხელია, ასე ვთქვათ, ქალბატონი ეშტონის ევროკავშირში, ევროკავშირის ელჩთან საუბრის გასაჯერისოება, ამიტომ მარტო ამერიკელების ჩაწერა არ მომხდარა და მეც ვიზიარებ გიორგისას, რომ ეს რუსული უსაფრთხოების სისტემის კვალი ამაში ჩემის აზრით ძალიან ნათლად იკვეთება ჩაწერას ამ მიმართებაში. იყო ორი ძალიან საინტერესო განცხადება მას მერე. ერთი პუტინის მრჩევლის გლაზიევის მიერ, რომელმაც ამ სატელეფონო საუბრებზე დაყრდნობით მათ შორის განაცხადა ის, რომ რუსეთს თურმე აქვს უკრაინაში ინტერვენციის სამართლებრივი საფუძველი, რადგან დაირღვა 1994 წლის მემორანდუმი, სამხრივი მემორანდუმი, რომელიც თავის დროზე დაიდო ამერიკას, რუსეთს და უკრაინას შორის, როდესაც უკრაინამ უარი თქვა ატომურ შეიარაღებაზე და ამ შემთხვევაში რუსეთი და ამერიკა უნდა გამოსულიყვნენ როგორც გარანტორები მისი სუვერენიტეტის და ამ სატელეფონო საუბრებს დადასტურებად, ანუ მტკიცებულებად იშველიებს ბატონი გლაზიევი, როცა იძახის, რომ აი ამერიკა უკვე ერევა პირდაპირ სუვერენული უკრაინის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში, ის არღვევს მის სუვერენიტეტს და უფლება აქვს ამ მემორანდუმის დარღვევის ბაზაზე უკვე რუსეთს ინტერვენციის. იქ სხვა საბრძოლებსაც იშველებს, მაგრამ ესე ძალიან საინტერესო, რომ პირდაპირ რეფერენს აკეთებს, ასე ვთქვათ, ამ საუბარზე და მარკოვის ინტერვიუ, ესეთი ძალიან აგრესიული ალ-ჯაზირაზე იყო ძალიან ყურადსაღები, როდესაც კონკრეტულ სცენარზე ლაპარაკობს მარკოვი. ის პირდაპირ იძახის, რომ ოლიმპიადის დროს არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთმა განახორციელოს იგივე პროვოკაცია, რაც 2008 წელს ოლიმპიადის დროს განახორციელა საქართველოში გენოციდის მოწყობის სახით, ოღონდ ამჯერად უკრაინაში იქნება ტერორისტული ქმედებებით განხორციელებული, იქნება აფეთქებები მოედნებზე, სადგურებში, ავტობუსებში და ჩვენ ვიცით, რომ ორი აფეთქება უკვე მოხდა კიევში და ამავდროულად ეს რამოდენიმე დღეა უკვე ორი დღეა, რაც დადოსტებულად ცნობილია, რომ ყველა ანტიტერორისტული ჯგუფი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი უკრაინის შენაერთი არის უკვე მაღალი ხარისხის მობილიზებაზე, მზადყოფნაზე მობილიზებული. ამიტომ ძალიან ნიშანდობლივია, რამდენად თანხვედრაშია ყველა ეს განცხადება იმ საზოგადოებრივი აზრის მომზადების მცდელობასთან მიმართებაში, რაც ამ სატელეფონო ჩანაწერების გასაჯერისობას შეეხებოდა ამ შემთხვევაში. მე სამი ქვეყნის ინტერვენციაზე მხოლოდ გლაზიევს არ ვსაუბრია, მაგრამ კი არა ჩვენთანაც ვთქვათ იგივე საქართველოში, აი როდესაც ეს ამბავი გასაჯაროვდა და სოციალურ ქსელში, Facebook-ზე გავრცელდა, მაშინაც აი ვთქვათ ჩვენ თანამოქალაქეები ამბობდნენ, რომ აი ამერიკა ერევა დამოუკიდებელი უკრაინის შიდა საქმეებში პატა, რამდენად შეიძლება ეს აღქმულ იქნას, თუნდაც აი ეს სატელეფონო სარი, სადაც აშკარად აქვს ადგილი კონფლიქტის დარეგულირების მცდელობას, ამა თუ იმ ფორმით, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა შემდეგი, რომ უკრაინისთვის უკვე იხმარება ეს სიტყვა ბრძოლა დაწყებულია, მიმდინარეობს აქტიურ ფაზაშია რუსეთსა და ცივილიზებულ დასავლეთს შორის. ამას წინათ ვკითხულობდი ეკონომიკის სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ერთგვარი კრიტიკა ევროკავშირის მიმართ გამოთქვილი და ნათქვამია, რომ რამდენად არის რუსეთი უფრო არის დაინტერესებული, რომ არ დაკარგოს უკრაინა, ვიდრე ევროპა შეიძლება, ევროკავშირი შეიძლება იყოს დაინტერესებული, რომ მოიგოს უკრაინისთვის ბრძოლა. მე წავიკითხე ციტატა, ოღონდ საწავიკითხე არ მოხდა. ერთი მომენტი ქალბატონი ნულანდის შესახებ ჩემი პირადი გამოცდილებიდან და სხვათა შორის, ოდესაც ინდივიდუალური განცხადებები კეთდება, რა თქმა უნდა, ის ოფიციალური წარმომადგენელია ამერიკის შეერთებული შტატების, თუმცა არ მინდა იმ დეტალებში შესვლა და ალბათ არ იქნება ადვილი რამდენად ახმოვანებდა, ხო, ქალბატონი ნულანდი ამერიკის შეერთებული შტატების, თუნდაც საგარეო უწყების ოფიციალურ პოზიციას, ოდესაც აკრიტიკებდა ევროკავშირს, მაგრამ ერთი მოკლე ისტორიას ვცად არ მოყვე, მაგრამ მოკლედ მინდა გავიხსენო, რომ ვიქტორია ნულანდის საკმაოდ აქტიური და მიზანდასახული მოქმედება, როდესაც ის მაგალითად ხელმძღვანელობდა
ევროპაში ჩვეულებრივი შეერაღებული ძალების შესახებ მოლაპარაკებებს, რომელიც თითქმის 1 წელიწადი მიმდინარეობდა, იმ ეტაპზე ის მოლაპარაკებები დამთავრდა უშედეგოდ, მაგრამ არა წამგებიანად ისეთ ქვეყნებისთვის, როგორც არის საქართველო და ასევე მთლიანად ნატოს წევრი ქვეყნებისთვის, რომ არა ნულანდის ძალისხმევა და რომ არა მისი აქტიური პირველი ჩართულობა ევროპულ ქვეყნებთან და უპირველეს ყოვლისა გერმანია აქვს ხედელობაში და ასევე მისი მკაცრი პოზიცია, ის მოლაპარაკებები შეიძლება სხვანაირად დამთავრებულიყო. ანუ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ რომ პროცესებს წარმართავენ ხოლმე ინდივიდები და მას შეიძლება ეს ჩემი პირადი მოსაზრება მას თავისი პირადი გამოცდილებაც ალაპარაკებდა, როდესაც ის უკრაინის შესახებ აკრიტიკებდა ევროკავშირს. და ერთი მომენტი კიდე თქვენ სწორად ახსენეთ კანცლერ მერკელის კომენტარი, ჩემი აზრით ეს კომენტარი უფრო მნიშვნელოვანია თავის სერიოზულობით ვიდრე ნულანდის განცხადება იყო, იმიტომ რომ ნულანდის განცხადება ნამდვილად არ ასახავს რომ რაიმე ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ურთიერთობას რაიმე სერიოზული ემუქრება, ყოველ შემთხვევაში გრძელვადიან პერსპექტივაში, მოკლევადიან პერსპექტივაში ან მოკლევადიან პერსპექტივაში თუ განვიხილავთ, ეს შეიძლება იყოს გამოხატულება ერთგვარი უთანხმოებებისა რიგ საკითხებზე. მაგრამ გაცილებით სერიოზულია მერკელის კომენტარი, იმიტომ რომ მას სულ მინიმუმ შეეძლო ეთქვა, რომ ესეთი გამონათქვამი არის დასანანი და შემდეგ დაუშვათ გაემეორებინა მაგალითად მიუნხენის კონფერენციაზე ჯონ კერის ნათქვამი, რომ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად მუშაობენ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზის დაძლევისათვის. რაც შეეხება ინტერვენციაზე მე ამ ჩემთვის უსაგნო ამაჩი კომენტარს არ ვაპირებ, რამდენად არის ეს ევროკავშირის და ამერიკის ჩარევა უკრაინის შიდა საქმეებში, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი ის კლიშე, რასაც რუსეთი აქტიურად პროპაგანდირებს, რომ ეს არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების უკრაინის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და თითქოს რუსეთი ამას არ აკეთებს, ესეთი იყო ლავროვის კომენტარი მაგალითად მიუნხენის კონფერენციაზე და კიდე ბოლო ძალიან მაგალითად ეს ინტერვენცია შეგვიძლია განვიხილოთ ალბათ ჯორჯ ბუშის განცხადება 2008 წლის 13 აგვისტოს, როდესაც მათ თქვა, რომ აი ეკა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. რაც შეეხება შიდა საქმეების ჩარევაზე, ერთი რამ ცხადია, არ შეიძლება ეს ჩვენ მოგწონდეს საქართველოში, არ შეიძლება ეს მოსწონდეთ უკრაინაში, როდესაც მე არ მინდა არჩევნების სპეკულირებაში, მაგრამ ისმის ხოლმე საგანგაშო განცხადებები ერთ ხმაში, მაგალითად რუსეთისა და ევროკავშირის მხრიდან, რომ ევროკავშირი და რუსეთი არ უნდა ჩაერიონ უკრაინის შიდა საქმეებში. ასევე არის გარკვეული საგანგაშო სიგნალები და იმედი მაქვს, რომ ეს არც არ დადასტურდება, რომ ევროკავშირმა და რუსეთმა ერთად უნდა გამოიმუშაონ პოლიტიკა ერთობლივი კონსულტაციების გზით, მაგალითად აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ. აი ეს არის ნამდვილად საგანგაშო და ეს იქნება სწორედ მართლა ერთგვარი დასასრული და დე-ფაქტო უფლების მიცემა რუსეთისათვის, რომ ღიად აშკარად გააგრძელოს უკრაინის საქმეებში ამ შემთხვევაში. აი ამ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან და რუსეთთან კონსულტაციების თემას დავუბრუნდები უკვე ჩვენ კონტექსტში, იმიტომ რომ თან საინტერესო რამ მოვისმენთ ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან სწორედ მიუნხენის პრესკონფერენციაზე. მანამდე მინდა ბატონ კახას ვკითხო, თვითონ გეგმა, რასაც ვიქტორია ნულანდი სთავაზობს იქ ჯეფრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის უკრაინაში, რომ თქვათ აი კლიჩკო უნდა გარეთ დავტოვოთ, იაცენუკი უნდა იყოს ხელისუფლებაში, იმიტომ რომ თქვათ ისინი ერთად ვერ იმუშავებენ და იაცი, როგორც ის მოიხსენიებს, უფრო გამოცდილი, რამდენად თქვათ კარგ გეგმად მიგაჩნიათ აი კლიჩკოს ხელისუფლების მიღმა დატოვების გეგმა თუნდაც. ან ზოგადად ნებისმიერი გარიგების თქვა ეს მე როგორც ხვდები ეს არის მაშინ გაკეთებული ჩანაწერი სანამ თქვა ეს ცნობილი პრემიერის შეთავაზება იანუკოვიჩის შეთავაზება გაკეთდებოდა რა იცით რა ძალიან ფრაგმენტულია ეს საუბარი და ძნელია რაღაც მართლა ისეთი სოლიდური დასკვნების გამოტანა ის რომ თქვა ამერიკელებს უფრო მოსწონთ იაცენიუკი ვიდრე კლიჩკო მე ამაში გასაკვირს ვერაფერს ვერ ხედავ იმიტომ კლიჩკო არის ლიდერი მე ვიტყოდი რაღაც ასე ძლიერი ფიგურა რომელსაც ქარიზმა აქვს რომელსაც შეუძლია წაიყვანოს სადღაც რომელიღაცა მიმართულებით ერი მაგრამ ის არ არის გამოცდილი პოლიტიკოსი, ის არ არის ტექნოკრატი, ის არ არის ადამიანი, ვისაც შეუძლია ალბათ ქვეყანა მართოს. ანუ თავში რა მოუვლის არიციან? ყოველ შემთხვევაში ძნელი იქნება მისი მართვა კარგი გაგებით, არაცუდი გაგებით, არამედ დიალოგის პროცესში მასთან ურთიერთობა იქნება უფრო ძნელი, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების მთავრობისთვის, ნებისმიერი სხვა მთავრობისთვის, ვიდრე კლიჩკოსთან. იაცენიუკი უფრო მოქნილია
შეუძლია კომპრომისების თქვათ მეტად კომპრომისებზე წასვლა თქვათ ისევ კარგი გაგებით რა თქმა უნდა კომპრომისი ეს არის ის ხელოვნება და ის აუცილებელი თქვათ მოცემულობა რომელიც საჭიროა მოლაპარაკებებში ურთიერთობებში დიპლომატიაში თუ პოლიტიკაში აი ამაზეა საუბარი. დანარჩენი ძალიან ძნელია ჩემთვის იმის თქმა, რომ ეს რაღაც შეთქმულებას გავს თუ არა, აპირებს თუ არა ამერიკა რაღაც აკეთებს თუ არა ამერიკა რაღაც ანვითარებს თუ არა გეგმებს კონკრეტულად უკრაინაში მომავალ მთავრობასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ აქვს თავისი შეფასებები და რომელშიც შეიძლება ზოგ რაღაცაში მეც დავეთანხმო, მაგალითად პირადად ისე სუბიექტურად თავიდან როცა მე ვნახე თქვა ეს სამი ლიდერი გამოჩნდა ძირითადად აშკარად ჩანდა რომ კლიჩკო არის ნამდვილად გამორჩეული ლიდერი მაგრამ ის არის ლიდერი რევოლუციის ან რაღაც მას შეუძლია შეცვალოს რაღაცა ქვეყანაში მაგრამ არა ლიდერი რომელიც შემდეგ მართავს ქვეყანას და რომელიც მშვიდობის გზაზე წაიყვანს ქვეყანას შეიძლება მეც დავეთანხმო მაგრამ ესე ხო არ ხდება ხოლმე როგორც წესი ვინც რევოლუციას ახდენს შემდეგ ის მართავს ქვეყანას ხო და საკუთარ შემთხვევაში მე ამას მიყავს გარკვეულ ერთ რამეს დავუკვირდით კი, ეკამდუში. იმიტომ რომ მე მგონი დროის ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ამაზე ანალიზი უკვე გაკეთდა და ფაქტების გადადარება სატელეფონო საუბართან. საუბარი ხდება მაშინ, როდესაც ვიქტორიაც და ბუნებრივია ელჩიც ორივე კიევში არიან. ეს არის ის დრო, როდესაც შეთავაზება მოხდა პირველად მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ძალიან სწრაფ ტემპში ხდება აზრთა კოორდინირება, ანუ პოზიციების კოორდინირება. რა შეიძლება იყოს ის რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც ევროპა აქტიურად ცდილობს ამ კრიზისიდან გამოძებნოს გამოსავალს, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. დიპლომატიური არხები და ზუსტად ისეთ ქმედებებში გამოიხატება და ისეთ დიალოგში და კოორდინაციაში, რასაც აკეთებს ნებისმიერი დიპლომატი ადგილზე, რომელიც აკეთებს ინფორმაციის მოძიებას, ანალიზს, ადგილობრივ აქტორებთან კოორდინაციას, საიმისოდ რომ თვითონ იყოს ინფორმირებული და გარკვეულწილად აქტორი საიმისოდ რომ მშვიდობიანი გამოსავალი კრიზისული ვითარებიდან იყოს მოძებნილი. ამიტომ არაფერი არაბუნებრივი არ არის თავისთავად იმაში, როდესაც ესეთი დიალოგი ხდება ამერიკის შეერთებული შტატების რაღაც წარმომადგენელს ვაშინგტონიდან და ელჩ შორის, რომლებიც ადგილზე ჩასული არის ღიად და არაფარულად, ხდებიან ყველა წარმომადგენლის პოლიტიკური სპექტრის საიმისოდ რომ რაღაც გამოსავლისკენ მაძიებელი რაღაც გზა მოძებნილი საბოლოოში იყოს და აქ რას დავამატებ. ეს ამ შეთავაზების შედეგი ყველამ კარგად ვიცით. ოპოზიციურმა სპექტრმა ხალხის სურვილიდან გამომდინარე მათ შორის ეს შეთავაზება არ მიიღო და მათ ვისაც გონიათ რომ დღეს უკრაინაში ვინმეს მარიონეტია, ძალიან კარგი დასტურია ის რომ მიუხედავად იმისა რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ მომენტისთვის ტექნოკრატული მთავრობის ჩამოყალიბება სასურველ შედეგად მიაჩნდა კრიზისიდან გამოსვლისთვის, უკრაინელებმა ეს გამოსავალი არ მიიღეს და დაადგნენ საკუთარ გზას. რამდენად ეს საბოლოო ჯამში მართებული იქნება, თუმცა არ იქნება ეს მათი სუვერენული გადაწყვეტილება, მაგრამ ის რომ ამერიკელები ამ შემთხვევაში ცდილობენ ხელისშემწყობი ფაქტორი იყვნენ და არა მანიპულირებადი ძალა, რომელიც აიძულებს ვინმეს რამე გააკეთოს, შედეგიდანაც კარგად ჩანს. არც უკრაინელი ხალხი ამზად იმისთვის ვინც დღეს მაიდანზე დგას და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მათთან ერთად არის იმისთვის, რომ ვინმეს მარიონეტი გახდეს, მათ შორის საკუთარი მოკავშირეების და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს ესეთი როლი შეასრულოს უკრაინაში და ბოლოს კლიჩკოსთან დაკავშირებით მე ცოტა სხვა მოსაზრება მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დიალოგში ჩანს, რომ კლიჩკოზე თითქოს საუბარია, რომ ის უნდა იყოს გარეთ, აქ ლაპარაკია ტექნოკრატულ მთავრობაზე და მის დინამიკაზე და არა მომავალ არჩევნებზე და შესაძლოა ისიც ვივარაუდოთ, რომ კლიჩკოს გარეთ ყოფნა ამ მომენტში უკეთესი პოზიცია იქნებოდა მისთვის პოლიტიკური ზრდისთვის, რა იმისოთ, რომ პირდაპირ არჩევნებში უკეთესი პოზიციით მიიღო მონაწილეობა საბოლოო ჯამში. ამიტომ ვინ რა გათხოვს აკეთებს კლიჩკოზე, ეს არ არის ჯერ კიდევ ნათელი. ისიც რომ უბრალოდ იაცენუკის ქვეშ ის არის მუშაობს. არ იქნებოდა სწორი დინამიკა და კლიჩკოს მე მქონდა შესაძლებლობა უკვე მე-7 წელია ვიღებ მონაწილეობას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და მომესმინა იმ მისი გამოსვლისთვისაც მათ შორის ამ გამოსვლას რომელიც კლიჩკოს ჰქონდა ეს იყო ძალიან დაღვინებული პოლიტიკოსის სადარი გამოსვლა ძალიან პრაგმატული სწორი მესიჯებით ასე ვთქვათ გეგმით რომელიც გამოხატული იყო გერმანულ ენაზე წარმოთქმული კითხვებზე პასუხები იყო ინგლისურ ენაზე გაცემული და მიუნხენის კონფერენციის ისტორიაში მე რაც მახსოვს მე თვითონ შემეძლია თავადასტურო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაგრამ ადრიან ადამიანებს რომლებიც უკვე 50 წელია იქ დადიან ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი აპლოდისმენტები ვინმეს როდესმე რომ მიიღოს ამ კონფერენციაზე. ეს კლიჩკო გამოსული არ იყო, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს დავოსში ბიძინებანი შუმანო თქვა რომ გამოვედი და ტაშმიგრამდე. არა, ეს იყო წარმოუდგენელი ხანგრძლივობის. თან აბსოლუტური სიჩუმე იყო 2-3 კაცის ტაშის დაკვრა იყო, როდესაც ალავრები გამოდიოდა სხვა პანელზე, ასე ვთქვათ, იყო ძალიან ცუდი რეაქცია. მაგრამ არა, მე ალბათ
რუსები იყვნენ თვითონ ვინც ლავროვს უკრავდნენ. არა, უკრაინას უკრავდნენ. ღარიბაშვილს თუ უსმინეთ, მაგრამ ეს ძალიან სხვანაირი აუდიტორია მიუხედავად კონფერენციას, რომელიც არის ძალიან კრიტიკული და მომთხოვნი. კლიჩკოს თვითონ რომ არ დაემსახურებინა, ეს ყველასთვის ეს იყო, თვითონ კლიჩკო ძალიან ნერვიულობდა, ეთყობოდა, რომ იწყებდა გამოსვლას, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული პლატფორმაა, სერიოზული აუდიტორია. ყველა იყო მოხიბლული შინაარსით და ფორმით მისი გამოსვლის და ეს აპლოდისმენტები დიდწილად ბუნებრივია უკრაინით იყო განპირობებული, მაგრამ მან ბრწყინვალედ გაართვა თავი როგორც პოლიტიკოსმა, მე ვიტყოდი ამ შემთხვევაში, თავის როლს და თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა ბრწყინვალედ გადახორციელა. ის გამოსვლას ასე მე მგონი თქვენც ხო ვილნიუსში. რომელიც იყო ძალიან სუსტი, მაგალითად. იქ ინგლისურად საუბრობდა. იქ ინგლისურად საუბრობდა და ძალიან სუსტი გამოსვლა ჰქონდა. შესაძლოა მეუხენისთვის ის უკვე მართლა ჩამოყალიბდა ამდენ ბრძოლაში. მე უკვე შინაარს ვაბრალებ ამას. ვილნიუსში ყველა იყო დაგნეული. იმ მომენტში არავინ არ იცოდა იქ გამომსვლელმა ლიდერმა ოპოზიციის საერთოდ რა მოლოდინი უნდა ქონოდათ. მათ არც გეგმა ქონდათ, არც იმის გათვლა, მომავალი რას უკეთდათ. მიუხედავად კლიჩკოს გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ მას ქონდა წარმოსახვითი გეგმა, რა უნდა ყოფილიყო გეგმა მისი ქვეყნისთვის. მათ შორის რეფორმების თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკური რეფორმის თვალსაზრისითაც რა უნდა განხორციელებულიყო ქვეყანაში. კი, ერთი კითხვა მაქვს, ბოდიში ცოტა მონოპოლიზებას შესაძლებლობას ვაძლევ ხა საუბრის ეკას, რადგან მიხენის კონფერენციაზე იყო აქედან გამომდინარე მინდა აუცილებლად მინდა დავსვა კითხვა და დავუბრუნდე იმ საკითხს, რომელიც პატამ დასვა. არ ვიცი, ჩვენი პრემიერ-მინისტრის გამოსვლას თუ უსმინე, ალბათ მას სულს კი უკრავდა, ძალიან ესე აქტიურად და მადლობაც გადაუხადა და მან ესეთი რაღაც თქვა, რომ უკრაინის საკითხი უნდა მოგვარდეს რუსეთთან და ევროკავშირთან, რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების გზით. რამდენად მისაღები მიგაჩნია ეს და ხომ არ თვლი, რომ ამ გზავნილით ღარიბაშვილმა დასაშვები გახადა ის, რომ საქართველოს საკითხით შეიძლება რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების გზით გადაწყდეს და ზოგადად თუ ეს უბრალოდ გამოუცდელობით მოვიდა გამიზნული პოლიტიკა, როგორ ფიქრობ? რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკების გზით რომ ბევრი რამ უნდა გადაწყდეს და ეს რომ დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას მე მგონი ისედაც ნათლად ჩანს ევროკავშირთან მიმართებაში ძალიან კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო ეს განცხადება შინაარსობრივად ზუსტად რას გულისხმობ რამდენად გააზრებული ქონდა ჩემი აზრით საერთოდ ამ თვალსაზრისით რას იძახოდა მიჭირს მართლა კომენტარის გაკეთება იმიტომ რომ შინაარსობრივად ის თუ გააზრებული იყო ის რაც ისე ითქვა როგორც ითქვა ნუ ეს ძალიან სკანდალური განცხადება ამ შემთხვევაში თუ ეს კონტექსტის ვერახქმით და შესაბამისად იქ მიმდინარე დიალოგის ვერახქმით მოხდა ეს მაშინ უფრო გამოუცდილებლობიდან შეიძლება გამომდინარე იყოს და საერთაშორისო ურთიერთობის სიღრმისეულად არ ცოდნით. იქ ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა თავის დროზე პირველი გამოსვლა პანელზე ასე ვთქვათ იყო ბზეჟინსკის რომელსაც ამ ხრივ ჩემის აზრით ასევე ცოტა უცნაური გამონათქვამები ჰქონდა, როდესაც ის გულისხმობდა რომ შედეგი გამოსავალი ასე ვთქვათ უკრაინასთან მიმართებაში შეიძლება იყოს მხოლოდ სამხრივი კომპრომისი. ეს არის კომპრომისი უკრაინასა და ევროკავშირს შორის, კომპრომისი ევროკავშირსა და რუსეთს შორის და კომპრომისი ამერიკასა და რუსეთს შორის ერთგვარად. ამიტომ ეს ძველი ტიპის ასეთი ხედვა დასაწყისში გამოითქმა, თუმცა დანარჩენად მისი გამოსვლა იყო ძალიან კარგი, მაგრამ უკრაინასთან მიმართებაში პრემიერის გამონათქვამები იყო ძალიან სუსტი, მან ფაქტიურად უკრაინასთან მიმართებაში მის გამონათქვამი, რომ გავაანალიზოთ შინაარსობრივად, იგივე ტიპის გამონათქვამები შეიძლება და ეთქვა, არ ვიცი, ლათინო ამერიკის რომელიმე ქვეყნის ლიდერს და არა საქართველოს, რომლისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ის თუ რა ხდება უკრაინაში. დიდი მადლობა, ეკა, ერთი კითხვა რაც თქვათ აი სვანტეს უკრაინას ნულანს ნაკლებად უკავშირდება, მაგრამ უკავშირდება საქართველოს. სვანტე კორნელმა საუბრის ბოლოს გამოთქვა თავისი თქვათ რაღაცა შეშფოთება იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს საკმარისს არ აკეთებს იმისთვის, თქვათ საკმარისს მუშაობას არ ეწევა არასამთავრობო ორგანიზაციებში, think tank-ებში, იგივე სახელმწიფო მოხელეებში, იმისთვის, რომ ცხადი გახადოს მისი ტრანსატლანტიკური მომავლის ატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანების ურყევი ნება. გიორგი, რამდენად იზიარებ სვანტეს შეშფოთებას და როგორ ფიქრობ, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ არა მხოლოდ სიტყვით, იმიტომ რომ სიტყვით ისინი ამბობენ, რომ თქვათ იქით მიდიან, არამედ საქმითაც გვაჩვენოს, რომ ისინი მართლაც იქით მიდიან, სადაც გვეუბნებიან, რომ მიდიან. აუცილებლად გავსვენ მაგ კითხვას პასუხ, მანამდე მინდა დავამატო წინა საკითხზე უბრალოდ, რომ როდესაც საუბარი არის ჩარევაზე სხვა ქვეყნის საქმეებში. მე ვფიქრობ, რომ არის ორნაირი ტერმინი შეიძლება ვიხმაროთ, არის ჩარევა და არის ჩართულობა. ჩარევა იყო ის, რაც 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთი აკეთებდა ჩვენთან.
ძალით რო შევიყვანოთ DST-ში, მოგვიწყო კონფლიქტების ინსპირირება გააკეთა და ეხლა როდესაც სომხეთს ხელის გადაგრეხვით უარი ათქმევინა ასოცირების ხელშეკრულებაზე და ეხლა როდესაც ზეწოли ზუსტად იანუკოვიჩის მთავრობაზე უკრაინელების უმრავლესობის არჩევანი საწინააღმდეგო წაიყვანა ქვეყანა და არ მოაწერინა ხელი ასოცირების შეთანხმებას და დასავლეთის ჩარევა, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვაქვს და 90-იან წლების დასაწყისში, ზუსტად ეს იყო მის გამოპარებული, რომ Kiev speeches. კი, მათ შორის. მაგის შემდგომაც, სამწუხაროდ, კლინტონის პერიოდშიც. ამაზე შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ შემდეგ რამ გადაყეთა. ასე რომ ჩარევას და ჩართულობას შორის და ეს ჩართულობა რო არ იყო დასავლეთიდან, ეს იყო სწორედ ჩვენი უკრაინელების და ჩვენი რეგიონის და საერთოდ ევროპის და თავისუფალი სამყაროს პრობლემა. ასე რომ მე ჩართულობას მივესალმებით, ეს ჩართულობა არ არის ჩარევა, სხვანაირი ერთობლივი ინტერესი აინტერესებთ, იმიტომ რომ კონცეფცია არის ასეთი, რომ ქვეყნების განვითარება, დემოკრატიზაცია ხელს უწყობს მთლიანად კონტინენტის და გლობალურ უსაფრთხოებას და პუტინს და კრემლში რა დოქტრინა აქვს, ახლა ამის ახსნა არ არის ალბათ საჭირო, თქვენს კარგად მოხსენებათ. ხა რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების დიახ, მეც ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო მეტად აქტიური შეიძლება იყვნენ. სტრატეგიის ჩამოყალიბება არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, მე ვფიქრობ. ისე კონფლიქტის დარეგულირების კუთხით, დეოკუპაციის პოლიტიკის კუთხით, კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე მინისტრს თუ მოусმენთ, ახლა შეიცვალა ხო რა თქმა უნდა სახელი. მშვიდობის და შერიგების თუ რა დაერქვა ზუსტად არ მახსოვს. თუ მოусმენთ განცხადებას, აი ამდენიმე წლის განმავლობაში, ხო წელი და ამდენიმე თვის განმავლობაში ფაქტურად ბევრი რაღაც პოზიციის ხედვის იმის ცვლილება და ტრანსფორმაცია მოხდა. ახლა ესე არ შეიძლება, უნდა არსებობდეს რაღაც სტრატეგია, რომელიც შეთანხმებულად უნდა მოხდეს გააზრება, კარგად ანალიზი, შესაბამისი გეგმის სტრატეგიის გაწერა და ამაში ასევე ჩართულობა არა მხოლოდ მთავრობის მხრიდან, აი იგივე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, მთელი ესე იგი რაც არსებობს ეროვნული რესურსი, იმის მობილიზაცია, დაალაგება და სტრატეგიის იმპლემენტაციაზე თანმიმდევრულად მიყვება. ბატონ კახა თქვენთანაც დაახლოებით იგივე ტიპის შეკითხვა მექნება. რა ინფორმაცია გაქვთ დღეს რას სამუშაოს ატარებს ხელისუფლება სწორედ იმ მიმართულებით, რომ გარკვეულწილად ნათელი გახადოს მისი მისწრაფება ნატოში. აი ვისთან მუშაობენ, ვის ხვდებიან, თქვათ, რაღაცა სუპორტ ჯგუფების, მხარდამჭერი ჯგუფების მობილიზებას თუ ახდენენ, იმიტომ რომ მე მახსოვს თქვათ აი ეს რაღაცა სამუშაო პერიოდი როგორ ხდებოდა ხოლმე და დღეს თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რას აკეთებენ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ თქვენ არასამთავრობო სექტორს წარმოადგენთ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი სამუშაოს და დახმარების გაწევა შეგიძლიათ ამ კუთხით, თუნდაც იმით, რომ თქვათ რაღაცა ვიზიტს განახორციელებთ და ამაზე ისაუბრებთ თქვენს დასავლელ კოლეგებთან, რომლებიც შემდგომ უკვე ქმნიან ამინდს ისევ იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებმაც უშუალოდ სამიტებზე უნდა იბრძოლონ კონკრეტული მიზნის მისაღწევად. დავიწყებ. არ თქვენ მიძანდით. დავიწყებ იმის თქმით, თუ სიხისმებრელობას ვიცით. თუ რა არის აუცილებელი რომ გაკეთდეს და უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების მხრიდან და ასევე არასამთავრობო სექტორის მიერ. ეს არის გამუდმებული მუშაობა საჭირო არა მარტო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე, არამედ ბუნებრივია ხელმოწერის შემდეგ, იმიტომ რომ თავისთავად ასოცირების შეთანხმება იქნება თუ დაუშვათ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველაზე დიდი სურვილია რომ მივიღოს, თუმცა ეს არ არის თავისთავად დასასრული. ეს არის ყველაფერი იმისკენ მიმართული, რომ საბოლოოდ საქართველოს მართლა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, როცა ამის დრო მოვა და ბუნებრივია ეს გვიჩვენია, რომ ეს დრო მალე დადგეს. მაგრამ ისი თქვა მინდა. არის ისმის ხოლმე საზოგადოებაში კითხვა თუ აი რას გააკეთებს რუსეთი, ცოტა შორიდან უვლი და მივალ პასუხამდე თუ რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება როგორც საქართველოში. კი. ძალიან მოკლედ. ერთი რამ არის აუცილებელი რომ ჩვენ ვიცით რომ რუსეთი შეიძლება არანაირი ქმედითი აი რასაც ხედავთ უკრაინაში ხმეთსა დაგვიფაროს ესეთი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში, იმიტომ ამასაც მოკლედ ვიტყვი რომ ამის შესაბამისი ბერკეტები მას უკვე ამოწურული აქვს ან საკმარისად აღარ გააჩნია. თუმცა აქ არ მთავრდება ეს ისტორია და ბუნებრივია რუსეთი ეცდება ყველაფერი გააკეთოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. რაში შეიძლება გამოიხატოს ეს მცდელობა, რამოდენიმეა, მაგრამ ერთ-ერთს ვიტყვი, ახლა დრო ბევრი აღარ არის.
ქართულ საზოგადოებაში, ესე როგორც სხვა საზოგადოებაში იქნება ეს უკრაინა, მოლდოვა და ასე შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ბუნებრივია არსებობენ საზოგადოებაში ჯგუფები, რომლებიც ასე ვთქვათ, კრიმინალურს არაფერს არ აშავებენ, მაგრამ ბუნებრივია ესენი არიან ძალიან სერიოზული პრორუსული სენტიმენტის და ანტი-ევროატლანტიკური მისწრაფების მატარებლები. ეს ღიად აშკარად ხდება. თუმცა როგორც უკვე ვთქვი ამაში საკმაოდ აქტიურები არიან. და საკმაოდ აქტიურები არიან, თუმცა ამაში კრიმინალური არაფერი არ არის. ბუნებრივია დემოკრატიულ საზოგადოებაში და თავისუფალ საზოგადოებაში ყველას აქვს თავისი აზრის, არა მარტო გამოხატვის უფლება, არამედ მათ აქვს თავიანთი უფლება რომ გქონდეთ ესა თუ ის ორგანიზაცია. გარდა იმ შემთხვევებისა, არის გარკვეული შესაბამისად საბჭოთა სიმბოლიკასთან მიმართებით, მაგრამ ხო, ну, სადაც კრიმინალია, ბუნებრივია, ხელისუფლება ძალიან ადეკვატური უნდა იყოს, არა აქტიური, არამედ ადეკვატური უნდა იყოს და ის ვინც კრიმინალს ჩადის, ბუნებრივია უნდა მოხდეს მათი ამისთვის დაკავება და გასამართლება. მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმ მომენტისთვის, ბუნებრივია, არაფერი არ არის გარანტირებული, ხო? დღეს საქართველოში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, საქართველოს გაწევრიანებას, მაგრამ საქართველოს უნდა იყოს მზად იმისთვის, ხელისუფლება და ჯანსაღი ძალა და ის არასამთავრობო სექტორი და ეს უნდა ხდებოდეს ზუსტად ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად იმ ფოკუს ჯგუფებთან და ასე შემდეგ, რომ სიტუაცია თუ დადგა, როდესაც მართლა იქნება მერე საჭირო და მართლა დაგროვდება ეს კრიტიკული მასა, რომ უბრალოდ არ მისცეს უფლება, არ მისცეს საშუალება, უბრალოდ არა უფლება, არ მისცეს საშუალება, რომ ისეთი კრიტიკული მასა დაგროვდეს, რომ რაღაც მომენტში ერთ დღეს ის დღე მშვენიერი არ იქნება, ეს თეორიულ სცენარს თუ განვიხილავთ, რომ შემდეგ იმ კრიტიკულმა მასამ ევროატლანტიკური მისწრაფებების მასამ გადაწონოს, რაც არ უნდა სურდეს იმ მომენტისთვის ხელისუფლებას. აკეთებს თუ არა საკმარის დღეს ამისთვის ხელისუფლება, ამ ეტაპზე, როდესაც საუბარია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, აქ შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ თავარი და შეიძლება არ აკეთებს, მაგრამ თავარი არის თუ რას გააკეთებს ხელისუფლება, რას გააკეთებს ის არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ და არ დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ იწყება ყველაზე რთული პროცესი. და არა მარტო იმ ტრაფარეტული გაცვეთილი სიტყვების გამო, რომ ბევრი შრომაა საჭირო. არა მარტო თვითონ ეს პროცესი მოიცავს თავის თავში ძალიან ბევრ არაპოპულარულ ნაბიჯს, იმიტომ რომ არ იქნება ადვილი იმ რეფორმების განხორციელება და ბევრი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა იქნება საჭირო, რაც გულისხმობს ასოცირების ხელშეკრულების სრულ შესრულებას. კი ბატონო, კახა, თქვენ თუ შეიძლება კომენტარი გააკეთოთ, აი ბოლოს აი ესეთი კითხვით დავასრულებ, რადგან თქვა აი საზოგადოებრივ აზრზე მიდგა საქმე, ესეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა თავიდანვე თქვა გარკვეულწილად ნაკლოვანი იყო ედვარდ ლუკასის პოზიცია ეს ის მიიჩნევს რომ თავიდანვე გათვლილი იყო მთავრობებთან ურთიერთობაზე და არა ხალხთან ურთიერთობაზე და ეს შეიძლება ესეთი ეფექტიანი ყოფილიყო თქვა სააკაშვილის დროინდელი საქართველოს შემთხვევაში იმიტომ რომ სააკაშვილი მკვეთრად გამოხატული ანუ რაღაცნაირი ლოკომოტივი იყო რომელსაც სურდა თქვა ეს მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს მართალი არ აღმოჩნდეს თქვა აი რას აკეთებს დღეს საქართველოს ხელისუფლება მისთვის რომ თუნდაც საზოგადოებრივი აზრი შეინარჩუნოს იქ სადაც არის მაგრამ საზოგადოებრივი აზრი პრინციპში მაინც რაღაცა უსაფრთხოდ გრძნობს თავს ფაქტია რომ ყველა კვლევით დასტურდება უდიდესი მხარდაჭერა რაც ევროკავშირს და ნატოში გაწევრიანებას აქვს რას აკეთებს ის საგარეო ასპარესზე თქვა იგივე მუშაობს თუ არა ის სხვადასხვა think tank-ებთან ლობისტურ ჯგუფებთან ერთად იმისთვის რომ თქვა ჩიკაგოს კი არა თუ ლონდონის სამიტზე უკვე აქტიურად დადგეს საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი და ვიღაცამ იბრძოლოს ამისთვის უბრალოდ იქ ვიღაცამ ჩვენმა მეგობარმა ჩვენი სახელით. Ну, პირველი ედვარდ ლუკასი და აღმოსავლეთ პარტნიორობა. მე წავიკითხე ედვარდ ლუკასის სტატია და მთავარი ლეიტმოტივი იყო ის, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უნდა მეტი ძალისხმევა გამოაჩინონ, უფრო ესე ვთქვათ, მტკიცე პოზიციები უნდა აჩვენონ და განავითარონ რაშიც ვეთანხმები და რაც ხდება და რაც გარდაუვალია, იმიტომ რომ იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია, იცვლება საერთოდ მიდგომები, ხედვები და ნელ-ნელა ხდება ტრანსფორმაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ გეოპოლიტიკური ომი დაიწყო და აქ მტკიცე პოზიციების გარეშე აუცილებლად დამარცხდებიან. ხარად შეიძლება იყო თუ არა განწირული თავისთავად რაღაც აღმოსავლეთ პარტნიორობა მარცხისთვის, იმიტომ რომ ის უფრო ელიტარული რაღაც ის იყო პოლიტიკა მიმართული მთავრობებთან ურთიერთობებს და მოწყვეტილი ხალხს და ასე შემდეგ. ამაში ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ პრინციპში აღმოსავლეთ
პარტნიორობის თუ ჩავიხედავთ ჩვენ თლიანად აი ამ პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებული ყველა რეფორმები, მიდგომები, პროექტები, პროგრამები, ხედვები, ყველაფერი საბოლოო ჯამში დადის ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებამდე, დადის იმ რეფორმამდე, რომელმაც უნდა შეცვალოს ტრანსფორმაცია მოახდინოს, დემოკრატიზაცია გაზარდოს ქვეყანაში, დემოკრატიზაციის დონე გაზარდოს, თქვათ, ეკონომიკური კეთილდღეობა და ასე შემდეგ, ну, ძალიან შორს არ წავალ ახლა ამ მიმართულებით. ვიტყვი ერთ რაღაცას კიდე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ჩადებული იყო, რაც ადრე, რასაც არ ქონდა სერიოზულად ეს თქვათ მიდგომას ადგილი, ევროკავშირის მხრიდან თვითონ ევროკომისიის თვითონ პირველ, ასე ვთქვათ, 2008 წლის კომუნიკაციაში იყო ჩადებული ორი მიმართულება, ერთი მთავრობებთან ურთიერთობა, მეორე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვა. და ამას მოყვა 2009 წელს პრაღაში სამიტზე, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობა დაიწყო, სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის დაარსება. ეხლაც ასოცირებულ შეთანხმებაში ორმხრივ პროცესშიც კი სამოქალაქო ფორუმის ინსტიტუციონალიზაცია ხდება, პლატფორმის უბრალოდ და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის, ანუ სამოქალაქო საზოგადოება თავისთავად რაღაც წარმოდგენილია როგორც ერთ-ერთი ჯაჭვი, რომელსაც უნდა მიუახლოვოს პოლიტიკოსების ქმედება, უნდა მაქსიმალურად მიუახლოვოს ადამიანებს ნებას მოსახლეობისას. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და საბოლოო ჯამში მაინც გაუსვამდი ხას, რომ რა თქმა უნდა, ისეთ რეგიონებში, როგორც არის, თქვათ, სამხრეთ კავკასია, ან თუ გნებავთ თლიანად ყოფილი საბჭოთა კავშირი, პირდაპირ მხოლოდ ეს პირდაპირ ეს ფართო მასებზე გათვლილი პოლიტიკა ვერ იმუშავებს. აუცილებლად ეს პოლიტიკა არის ელიტარული, გარკვეული თვალსაზრისით, ანუ ზევიდან ხდება ნორმების, შეხედულებების, დემოკრატიის პრინციპების, ეს თქო კომუნიკაცია ხდება პირველ რიგში მთავრობების მიმართ და მერე მთავრობები ატარებენ ამას და ცდილობენ რამდენად ეფექტურად აკეთებენ ამას თავის ქვეყანაში, მოსახლეობასთან მუშაობაში. მე იმას მინდა გავუსვა ხაზი, რომ თუ ევროპაში თქვა საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა დემოკრატია და ყალიბდებოდა ეს ხედვა, ჩვენ რეგიონში ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია, ჩვენ აქსელერაციას ვახდენთ, არ არის მზად მოსახლეობა ამ ხედვების მისაღებად, მაგრამ მთავრობების ვალია და დასავლეთის ასევე დემოკრატიული სამყაროს ვალია, რომ დაეხმაროს ეს ყველაფერი მივიდეს მოსახლეობასთან, რაც შეიძლება მალე და ეს მხარდაჭერა გაითავისოს, ხო? აი ამასთან დაკავშირებით შემიძლია ეს და ეს ბოლო კითხვა, რასაც შეეხება აკეთებს თუ არა. ეს საკუთრივ, იმიტომ რომ გეტყვით, რატომ მიჩნდება ეს შიშები, იმიტომ რომ აი თქვა სოფლიო დაიღალა რადიკალური პოლიტიკის ჩვენ არ უნდა ვიხმაუროთ, აი გვესმის ხო ახლა ახალი პრემიერისგან ეს განცხადებები და გასაგებია არ ხმაურობს საერთაშორისო ფორუმებზე, მაგრამ აი სადმე დახურულ კარს მე ხმაურობს თქვენ რა ინფორმაცია აქვს? იცით რა, ნამდვილად მე ვიზიარებ თქვენ კითხვაში არის კრიტიკაც, რა თქმა უნდა და ეს არ არის უბრალოდ რიტორიკული კითხვა. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად სწორია, ჩვენ მეტი უნდა მოვთხოვოთ სამოქალაქო საზოგადოებამ პირველ რიგში მეტი უნდა მოსთხოვოს თავრობას იმისთვის, რომ მან მეტად აქტიურად იმუშაოს საერთაშორისო ასპარეზზე, უნდა დაიხარჯოს მეტი რესურსი, თქვათ, უარი არ უნდა თქვან არც ლობისტებზე, არც ურთიერთობებზე. ევროკავშირიც კი ახლა დაშინდა, თქვათ, იმითი, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში და აპირებს ჩვენი რეგიონის, ანუ სამხრეთ კავკასიაში, კონკრეტულად საქართველოში, რასაც აპირებს და მისი ახალი პოლიტიკა არის, რომ გამოაგზავნოს მეტი ლობისტი საქართველოში, მოლდოვაში, მეტი ადამიანები, მეტი პოლიტიკოსები და ასე შემდეგ და უფრო აქტიურად იმუშაოს აქ. თავისი პოლიტიკის გასატარებლად და მით უმეტეს საქართველოს, რომელსაც ბევრად უფრო პატარა ქვეყანაა და მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რაღაცა ეს თქვათ ხარდაჭერა, რა თქმა უნდა ჩვენ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ. მაგრამ ამავე დროს ვერ ვიტყვი რომ საერთოდ არაფერი არ კეთდება, ესე არ არის. ნამდვილად ბევრი საელჩო, საქართველოს ბევრი საელჩო ძალიან აქტიურად მუშაობს და შეიძლება ითქვას რომ დღევანდელი პროგრესი გარკვეულწილად აი ამ თუ გნებავთ საუბარი მაპზე და ასე შემდეგ, ერთხელ რა თქმა უნდა ეს არის გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილების და დამოკიდებულებების, ხედვების ცვლილების და სტრატეგიის ცვლილებისა დასავლეთის დამსახურება, მეორე ის რომ რა თქმა უნდა აქტიურად მუშაობენ ასევე ჩვენი საგარეო ესე ვთქვათ ქვედანაყოფები ჩვენი საგარეო სამსახურისა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა მეტი დავინახოთ და ამაში გეთანხმებით და ერთ იდეას კიდე გავუსვამდი ხას, თქვათ ეს უკვე სხვა თქვათ ოპერიდან არის შეიძლება ითქვას, მაგრამ მაინც ამაზე ჩვენ საუბრობდით დღეს. რატო დგას ევროპა, თქვათ, უფრო სუსტის პოზიციაში ვიდრე რუსეთი, ან თუ გნებავთ შეერთებული შტატები და რატო ეშინიათ, რომ რუსეთი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში უკრაინასთან და მე აქ მახსენდება ბერტოლდ ბრეხტის, ანუ კავკასიური ცაცის წრე, რა თქმა უნდა, დასავლეთს
შეეშინდება რომ უკრაინაში განვითარდეს, უკრაინა მოიპოვოს დამოუკიდებლობა იმის ხარჯზე რომ დაიღოროს სისხლიდან დიახ, ზუსტად ეს, ანუ ვისაც უფრო უყვარს ის ქვეყანა და ვინც უფრო ჰუმანურია, ის უფრო ადრე გაუშვებს ხელს. შეიძლება ევროპა მიფიქროს რომ მოდი დავანებებ თავს, ოღონდ ნუ იქნება ომი აქ და ოღონდ დასტაბილურდეს. შეიძლება ქვეყნის სტაბილიზაციის და გადარჩენის როგორც ქვეყნის და ადამიანების ომი დასრულებაში დამიჯერებათ ხალხო. გაწეროს კიდევაც, მაგრამ ეს არ იქნება სამუდამოდ. ეს შეიძლება იყოს ტაქტიკური დათმობა, მაგრამ სტრატეგიულად ევროპას უკვე მოგებული აქვს, შეერთებულ შტატებსაც უკრაინაში ბრძოლა მოგებული აქვს. თუ ეს შეიძლება ითქვას უკრაინასთვის ბრძოლა, ეს არის კაცობრიობისთვის და ეს არის საერთოდ სწორი, მე მგონი, რაღაც იდეოლოგიისთვის ამ რეგიონში ბრძოლა. დიდი მადლობა ბატონო კახა, დიდი მადლობა ჩემს სტუმრებს ყველას, დიდი მადლობა მაყურებელს, რაც თავარია, რომელმაც გვიანობამდე გვიყურა, ახლა ტაბულას ეთერში მხატვრული ფილმის დროა. ჩვენ კიდევ შემდეგ როდის არის? დღეს ხუთშაბათია, ორ შემდეგ ხუთშაბათს შეგხვდებით ამერია დღეები.